ფიქრობდნენ, რომ ინფექციისა და იმუნური პასუხის ურთიერთქმედების შედეგი იყო გინგივიტი თუ პაროდონტიტი, ანუ გრძილების ანთება და მერე წვლის ანთება. აი ეს ბაქტერიები აუცილებელი მოთხოვნას წარმოადგენს იმისათვის, რომ პაროდონტოლოგიური დაავადებების ეს ნაწილი განვითარდეს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ანტიბიოტიკი არის ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ეს მავნე ბაქტერიები დავხოცოთ. მაშინ რატო საუბრობთ ახლა ამაზე როგორც საფრთხეზე? შეიძლება მე გადავდო ჩემს მეუღლეს პაროდონტიტი? ამ 10%-დან 80% არ იყოს სწორად დანიშნული. ესეთი ტერმინი არის, მათ შორის, რომ შიერი ბაქტერიები. სინამდვილეში ჩვენ ვართ რაღაცა ოკეანეში უამრავი მიკროორგანიზმის, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო ისინი არიან უამრავი. ყველა გრძილის დაავადებას რუსი ექიმები ეძახდნენ პაროდონტოს. ეს ბაქტერიები სამოსებას შეიცვლის ფორმას და იმ რაღაცა გველეშაპებად გადაიქცევიან. კვირისაფრი არ არის გინგივიტის კარიესის პროფილაქტიკის საშუალება. პოპულარული არის, როცა პაციენტის გაგზავნა ხდება ხოლმე, ეგრეთ წოდებული ნაცრის ასაღებად. მოგესალმებით, დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს გაეროს ასოციაციის და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის ერთობლივი პროდუქტი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ეპიზოდის მხარდაჭერისთვის კომპანია GEAS, რომელსაც აქვს პროდუქტები პაროდონტოლოგიური პაციენტებისთვის, რომელიც მიმართულია ანთების საწინააღმდეგო და ასევე შემახორცებელი ეფექტით. ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტებია და ამიტომაც მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოებას, რომელიც დაგვეხმარა ამ ეპიზოდის მომზადებაში, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ პაროდონტოლოგია. რატო შევარჩიეთ ეს თემა? შევარჩიეთ იმიტომ, რომ წინა ეპიზოდმა, რომელიც სტომატოლოგიას ეძღვნებოდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრი შეკითხვა დაისვა შემდგომშიც, აი ამ ეპიზოდის გასვლის შემდეგ, რომელზეც ბუნებრივია პასუხებს ვეღარ გავცემდით, ამიტომ იმ შეკითხვებს დღეს დავუსვამთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს თეა ნაცვლიშვილს. თეა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. მადლობა დაპატიჟებისთვის და ძალიან დიდი ბოდიში ჩემი ხმისთვის, ხანდახან წყდება კიდევაც, იმიტომ რომ ეგ არ არის პრობლემა. ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ მინდა რომ თეა წარუდგინო ჩვენს სმენელს და წარუდგინო შემდეგნაირად. არის ასეთი ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაცია, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მასშტაბური და წარმატებული ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით მედიცინის მიმართულებით, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ, ხო არ მეშლება 3 წელიწადში ერთხელ მართავს მსოფლიო კონგრესს. ეს მსოფლიო კონგრესი თავისი ხარისხით, მასშტაბებით და ასე შემდეგ, ასევე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. თეა ნაცვლიშვილი წელს იქნება სპიკერი, აი ამ კონგრესის სამეცნიერო ნაწილში, ამასაც მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაზე მაღალი რანგია ამ კონფერენციის, კონგრესის და ის იქნება პირველი, რომელიც ამ რეგიონიდან, პირველი საქართველოსდან და ასე შემდეგ იქნება წარმოდგენილი. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საამაყოა ქართული მედიცინისთვის, ქართული სტომატოლოგიისთვის და ზოგადად ამ ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ამ მასშტაბის ღონისძიებებზე ქართველი სპიკერი ასეთი დონის კონფერენციაზე და ის რომ ეხა თეა იქ შესაბამისად წარმოაჩენს თავს და ქვეყანას, ამასში ეჭვი არავის ეპარება. ორი სიტყვა რომ დავამატო თეას შესახებ. თეა არის სტომატოლოგი, პაროდონტოლოგიის მიმართულებით სპეციალიზებული. მრავალი წელია აქვს ექიმთა გადამზადების კურსები, საერთაშორისო სკოლა ალბიუსში და ასევე აქტიურად არის დაკავებული სამეცნიერო მუშაობით. არის სახელმძღვანელოების ავტორი, აქაც გვიდევს მისი ბოლო სახელმძღვანელო ორტომეული და ასევე საზოგადოებრივი საქმიანობითაც არის დაკავებული. ის არის დამფუძნებელი სწორედ აი ამ პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების, რომელიც ძალიან აქტიური და ქმედითი ორგანიზაციაა. თეა, მინდა რომ პირველი შეკითხვა დაგისვა შემდეგი. რატომ უნდა აინტერესებდეს პაროდონტოლოგია ყველას? რატოა მნიშვნელოვანი? მოდით ახლა ჩვენ ორ ნაწილად გავყოთ პაციენტს თუ ექიმს, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა ასე ვთქვათ. ჩვენ უფრო ძირითადად ხა პაციენტების. კი ბატონო.
დღეს ვიცით, რომ როდესაც ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი წარმოდგენა ადამიანზე და როცა ადამიანს უყურებ, პირველი აღმოჩნდა, რომ 70% შენი ყურადღების არის მიმართული ღიმილისკენ. შესაბამისად, მე რეაგვერდები თვალებს, ცხვირს და ასე შემდეგ. და აი ეს თვალის მომჭრელი ღიმილი და ჯამრთელი ღიმილი არის ნამდვილად სავიზიტო ბარათი ყველა ადამიანისთვის და გამომდინარე იქიდან ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თეთრი კბილები, არამედ მის ზემოთ ვარდისფერი ესთეტიკა და ზუსტად მაგას ემსახურება პაროდონტოლოგია, რომ ეს თეთრი კბილები ჯანსაღად სიცოცხლის ბოლომდე იყოს. კი ბატონო, და ხშირად პაროდონტოლოგია ადამიანების ცნობიერებაში გაიგივებული არის ხოლმე ღრძლების პრობლემებთან. ღრძლების პრობლემებთან, მაგათად მორყეულ კბილებთან და ასე შემდეგ. აი სინამდვილეში როგორი არის? რას ნიშნავს პაროდონტოლოგია და კიდე რა მიმართულებებს მოიცავს შიგნით? ნუ, პაროდონტის ქსოვილი ვიცით, რომ მოიცავს კბილის ირგვლივ ქსოვილებს, არა მარტო ღრძილს, ძვალს, ასევე გვაქვს პერიოდონტი და დუღაბი, რომელიც არ ჩანს შენიღბული ამ დანარჩენ ქსოვილებში და რა თქმა უნდა, დიდი მასა მოდის ანთებით და ავადებებზე, მაგრამ ასევე ჩვენ ძალიან ხშირად გვყავს პაციენტები, რომლებიც ითხოვენ ესთეტიური დისკომფორტის მოხსნას. მაგალითად, ვიღაცა შეიძლება ჰქონდეს ღრძლოვანი ღიმილი, ანუ ზედმეტი ღრძლები და მიუხედავად რომ ჯანმრთელი არც ისხდენია და არანაირი ანთება არ აქვს, შეიძლება ჭირდებოდეთ აი ამ ანუ ღიმილის დროს რო ჩანს, ხო? როდესაც 3 მილიმეტრზე მეტად ჩანს, ეს არაესთეტიურია, ანუ თეთრ ნუ ასე ითვლება ვიღაცისთვის. თეთრ ესთეტიკასთან ერთად ვარდისფერი ესთეტიკის პარამეტრებიც არსებობს და თავისთავად ეს იწვევს ღრძლოვანი ღიმილს თუ ის პარამეტრები არის დარღვეული. და ასევე ზოგჯერ არის ხმე რომ პირიქით ამბობენ რომ დამიმოკლდა ესე იგი მღრძილები და მიგრძელდა კბილები, რაც ღრძილის რეცესიის მანიშნებელია და შესაბამისად ამ დროსაც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავთ ხოლმე, რომ ისე უკან დავაბრუნოთ დაკარგული ქსოვილები. არც ამ დროს არ არის ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ანთება. თუმცა ასევე შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ სხვა ექიმებს, როგორიც არიან მაგალითად ორთოპედები ან თერაპევტები, რომლებიც რაღაც კლინიკურ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, როდესაც კარიესი ან მოტეხილობა არის ღრძილქვეშ, რის გამოც შეუძლებელია, რომ ბჟენი ან გვირგვინი გააკეთო. ამიტომ არის კიდევ ესეთი პროცედურა გვირგვინის დაგრძელება, რომლის დროსაც ჩვენ ვეხმარებით ქირურგიულად იმისთვის, რომ შევქმნათ პირობები, რომ მათ თავიანთი საქმე გააკეთონ. ასე რომ ბევრი მიმართულებებია და მხოლოდ ღრძლების ანთების კურნალობით არ შემოვიფარგლებით. ხო, ან ესეთი პაროდონტოლოგი რეალურად არის ესეთი რგოლი ნებისმიერ სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებაში უნდა იყოს ინტეგრირებული იმისათვის, რომ ის მკურნალობა, რომელსაც ატარებენ სხვადასხვა პროფილის სტომატოლოგები, იყოს ეფექტური და პროგნოზირებადი. და იმ შედეგებზე გახვიდე და მონიტორინგის შესაძლებლობაც ისევ შემდგომში ამაზე აქვს პაროდონტოლოგს. შენ თქვი, რომ ნაწილი ამ დაავადებების არის ანთებითი და ნაწილი არ არის ანთებით. მოდი აი ამ ანთებით მდგომარეობებზე წავიდეთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ ინფექციურ დაავადებებთან გვაქვს ჩვენ საქმე, ხო? ანუ ეს დაავადებები გამოწვეული არის სხვადასხვა ბაქტერიებით და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პირისყრუს მიკრობიომი. ზოგადად ეს მიკრობიომი რო ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბოლო წლებში ძალიან ბევრს საუბრობს მეცნიერება ამის შესახებ, ხო მეორე ტვინს უწოდებთ აი ჩვენ საჭმელების სისტემას ამ კუჭნაწლავს იქ მაცხოვრებელ ამ უამრავი რაოდენობით ბაქტერიას, ვირუსს და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ გვეხმარებიან ბევრ რაღაცაში. ამაზე ჩვენი საჭმელებელი სისტემა, იმუნური სისტემა და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე პირისყრუს მიკრობიომი, მაშინ როცა საჭმელება პირისყრუდან იწყება, ხო? და აქ გვაქვს ჩვენ ასევე აი ეს ფლორა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჯანმრთელი. რა როლი აქვს აი ამ ყველაფერში, ამ მიკრობიომს, როგორ შეიძლება მას მოუფრთხილდეთ, როგორ შეიძლება ის დაგვიზიანდეს და ასე შემდეგ. ნუ, პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა, რომ სიტყვა მიკრობიომი გულისხმობს არა მარტო ბაქტერიებს, არამედ ვირუსებსაც, პარაზიტებსაც და ასე შემდეგ, ხო, მიკროორგანიზმებს. მაგრამ რა თქმა უნდა დიდი წვლილი მოდის ბაქტერიებზე და მეტი ყურადღება, მეტი ვთქვათ მეცნიერული რაღაც კვლევები მიდის ხოლმე ბაქტერიების შესწავლაზე. შენი აზრით, სად უფრო მეტი ბაქტერია არის პირის ზღუში, კანზე თუ მაგალითად სასუნց სისტემაში? ხო, ალბათ პირის ზღუში იქნება. კი, და აღმოჩნდა, რომ ნაწლავებში არის 29% მთელი ბაქტერიების, რაც ორგანიზმში მოიპოვება, 26% არის პირის ზღუში და კანზე არის 21%. და იქ სადღაც მოდის მე 14% სასუნთქის სისტემა და ასე შემდეგ. რაც იმას მიუთითებს, რომ პირის ზღუს საკამაოდ დაინფიცირებული არა და რო დაფიქრდე ჩვენ გარემოსთან კანით კონტაქტობთ და კანზე უნდა გქონდეს წესით ყველაზე მეტი ბაქტერია, ხო და სინამდვილეში ესე არ არის.
მით უმეტეს ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანების ჰიგიენური, ასე რომ ვთქვათ, პროცედურები რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, უფრო მეტად მიმართულია კანის დამუშავებაზე და გასუფთავებაზე, ვიდრე პირის ღრუსი. რატომღაც ალბათ რაც უფრო დამალულია და არ ჩანს, იმას ნაკლებად უვლის ადამიანი და ნაკლები мотиваცია აქვს, რომ მოუაროს და შეიძლება ესეც იყოს გამსაზღვრელი მაგის. რაც შეეხება პირისგუს მიკროფლორას, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, საჭმელმომნელებელი სისტემა იწყება პირისგრუდან. შესაბამისად, როგორც ნებისმიერ ბარიერულ ორგანოს, მას აქვს დამცველობითი ფუნქცია პირველ რიგში, რომ არ მოხდეს ინფექციის შეჭრა ორგანიზმში. და რაც შეეხება სიტყვას ინფექცია, რა თქმა უნდა, ასე იყო წლების განმავლობაში, რომ ფიქრობდნენ, რომ ინფექციისა და იმუნური პასუხის ურთიერთქმედების შედეგი იყო გინგივიტი თუ პაროდონტიტი, ანუ ღვიძლების ანთება და მერე ძვლის ანთება. მაგრამ დღეს უკვე ცდილობენ, რომ სიტყვა ინფექცია აღარ გამოიყენონ. იმიტომ რომ დამტკიცდა, რომ პირისგულში არიან ძალიან ბევრი სახეობის ბაქტერიები, რომლებიც თაგანაც არიან კი ბატონო ბაქტერიები, რომლებიც მავნეა, რომლებიც მათ შეიძლება გამოიწვიონ დაავადება და ზოგმა არ გამოიწვიონ, მაგალითად რაღაც ბაქტერიები არიან ასოცირებული კარიესის განვითარებასთან, მაგრამ ისინი არასდროს არ გამოიწვევენ პაროდონტიტს და პირიქით. მაგრამ აბსოლუტურად ყველა ეს ბაქტერია ჯამთელ მდგომარეობაშიც პირისგულში გვაქვს. რის გამოც თქვა, რომ ეს არის ინფექცია, როგორც მაგალითად COVID-ი, რო ვთქვათ, ხო, COVID-ი იყო ინფექცია, რომელიც ხდებოდა გარედან. და ეს მისთვის დამახასიათებელი ვირუსი არ იყო, ხო, ჩვენი ორგანიზმისთვის. აი ეს ბაქტერიები, რომლებიც პირისგულში გვაქვს და რომლებიც იწვევენ და ვიცით, რომ არიან პაროდონტო პათოგენები თუ კარიეს მიმართ, ესე იგი, კარიესოგენური ბაქტერიები, ისინი თურმე ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ როგორც სიმბიოზში. და თუ ორგანიზმში დაცული არის ბაქტერიების და იმუნური უჯრედების, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთქმედება, რასაც სიმბიოზს ვეძახით, მაშინ ადამიანს დაავადება არ უნვითარდება. მაგრამ როგორც კი დისბიოზი განვითარდება, ანუ რაოდენობაში მოიმატებს ამ ბაქტერიების, ესე იგი, რაოდენობა მოიმატებს, მაშინ არის ალბათობა, რომ ვეღარ შეძლოს იმუნიტეტმა აი ამ ბაქტერიებთან ბრძოლა. გამომდინარე აქედან მერე იწყება უკვე დაავადება. ისევ და ისევ რა თქმა უნდა დამოკიდებულია ადამიანების გენეტიკურ ფაქტორებზე, ადამიანების, რა ვიცი, რაღაცა მავნეჩვევებზე, ზოგაჯამრთელობაზე, რაც იმუნურ პასუხს ამცირებს. და ამის შედეგად უკვე ეს ბაქტერიები ხდებიან პაროდონტო პათოგენები. ძალიან ხშირი კითხვა არის კიდე, რომ აი, თქვათ, შეიძლება მე გადავდო ჩემს მეუღლეს პაროდონტიტი, რადგან მე მაქვს ამ პირიქით მეუღლეა მოსული და იმეც შეიძლება გადმომედოს? რა თქმა უნდა, არა. ისევ და ისევ ეს არ არის ინფექციური დაავადება მისი პირდაპირი გაგებით. ეს არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული ბაქტერიებთან, მათ დისბიოზთან, მათი რაოდენობის ცვლილებასთან, რომელმაც გამოიწვია იმუნური პასუხი და აი ეს არის რეალობა. რაც რა თქმა უნდა დამოკიდებულია რაზე, რატო შეიძლება მოიმატოს რაოდენობა ბაქტერიების. თუ არ ვიცავს სწორ პირისგუს ჰიგიენას, ანუ თუ ნადებს და ქვას ადამიანი სრულფასოვნად არ იცილებს, შესაბამისად ვიღებთ შედეგს. და აქ ასაკობრივი ფაქტორებიც არის, ხო? აი ეს ფლორა იცვლება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღების შემთხვევაში და ასაკთან ერთადაც. აი როგორი ტიპის ცვლილებებს შეიძლება ველოდეთ ეს ესეთ ძალიან დროს? საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ ასაკი წარმოადგენს თუ არა თვითონ ფაქტორს, რომ მიკროფლორა შეიცვალოს, არ არის დამტკიცებული. ანუ ფაქტია, რომ ასაკთან ერთად იცვლება, მაგრამ ის რომ ადამიანი ბერდება, იმიტომ იცვლება, ეგ არ არის დამტკიცებული, რატო? იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში, როცა ადამიანი იზრდება და მერე ბერდება, ხო? ის ძალიან ბევრი დაავადების ასე რომ ვთქვათ, გადამტანია, ის ძალიან ბევრ პრეპარატს იღებს, მისი კვების ხასიათი იცვლება პირველ რიგში, ხო? მით უმეტეს თუ ვიტყვით იმას, რომ ადამიანი, რომელიც ახალგაზრდა ამას ვთქვათ 32 კვილი აქვს, ასაკთან ერთად შეიძლება პაროდონტიტის გამო არ დაკარგოს, მაგრამ კარიესის გამო დაკარგოს, ტრავმის გამო დაკარგოს, სხვა მიზეზების გამო დაკარგოს კბილები. თავისთავად კვების ხასიათიც ხო შეეცვლება, ის ვეღარ მიიღებს ისეთ მყარ საკვებს, ისეთ ჯამთელ საკვებს, გადაუკვე დამუშავებულ პროდუქტებზე, რაც ძალიან ცუდი არის კუჭნაწლავისთვის და ჩვენ ვიცით, რომ მაგალითისთვის ვაშლი რო შეჭამოს ადამიანმა, ნაწილობრივ კი დამუშავდება პირისგულში, ასევე კუჭშიც, მაგრამ საბოლოო დამუშავება და უფრო მეტი დამუშავება მოხდება ნაწლავებში. და შესაბამისად, იქ უნდა მოხდეს მთელი პროცესი, ხო, დაშლა, ნივთიერებების და ამ შემდეგ, ხო? ამიტომ გამომდინარე აქედან, როდესაც შენ უკვე ვეღარ იღებ ისეთ პროდუქტებს, რომელზეც ის ბაქტერიები, რომელიც იმ ნაწლავებში ახდენენ ზემოქმედებას, ის ბაქტერიებიც იცვლებიან, იმიტომ რომ ესეთი ტერმინი არის, სხვა შორის, რომ შიერი ბაქტერიები, ანუ მათ არ მიეწოდება
მაგალითად ის საკვები, თქვათ fast food-ებზე, ხო, არ ვიცი ქართულად როგორ სწრაფი კვების კვებაზე როდესაც არიან ადამიანები, მათ უკვე იმდენად ცუდი პროდუქტები მიეწოდებათ, რომ არა მარტო თვითონ ადამიანი მალევე ხდება მშიერი, ხო, იცით რომ შეჭამ, გონია რომ დანაყდი ძალიან მაგრა და მე ცოტა ხანში გშია. ისევ ყვიონ თურმე ეს ბაქტერიებიც და გამომდინარე აქედან ისინი აღმოჩნდა რომ იწყებენ უკვე ორგანიზმის პროდუქტების მიღებას და ის ძალიან ხშირად არის ხო წყლოვანი დაავადებები და ამასაც უკავშირებენ რომ როდესაც მიკროფლორა ვერ ამუშავებს ნორმალურ საკვებს, იმიტომ რომ მას არ მიაწოდეს ნორმალურ საკვები, მე იწყებს ლორწოვაზე, ასე ვთქვათ, გადასვლას და ასე შემდეგ. ანუ გამომდინარე აქედან რთულია თქვა რომ ასაკი არის ფაქტორი. ну, ასაკი შეიძლება მეორე მხრივ გავიგოთ როგორც კუმულაციური ფაქტორი, რომლის დროსაც აი ეს ბევრი მავნე პროდუქტების, ცუდი ჯანმრთელობის, ცუდი პრეპარატების თუ ასე შემდეგ ზემოქმედების შედეგად მიკროფლორა შეიცვლება და თუ მიკროფლორა შეიცვალა პირის ღრუშიც და კუჭნაწყალშიც, ვიცით რომ კუჭნაწყალის მიკროფლორა არის იმუნიტეტის ერთ-ერთი ბარიერული ფუნქცია, ის გამომუშავდება ამ ბაქტერიების მიმართ სხვადასხვა ვიტამინები, მათ შორის B, K ვიტამინები და ეს ყველაფერი ცვლის უკვე ორგანიზმის იმუნურ დაცვას. რის შედეგადაც ადამიანი უფრო მალე ავადდება სხვადასხვა დაავადებებით. კი ბატონო, ხო, თეა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხე და ზოგადად ეს მიკრობიომის, აი მიკრობიოტას ჯანმრთელობა, აი ეს ყველაფერი, ხო? რაღაც ტენდენციები იქით მიდის, რომ ალბათ იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღეს ჩვენ გონია და საკმაოდ მტკიცებულებების სავარაუდოდ ნენელა ამასთან დაკავშირებით გამოჩნდება. მაინც ესეთი პატარა თავი რომ მოუყაროთ ახლა იმ ცოდნებს, რომელიც გვაქვს, ხო? ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ჩვენ იმუნიტეტი, ეს იმუნიტეტი აი ესე დიწილად დამოკიდებული არის აი ამ მიკროფლორაზე, აი ამ უამრავ მიკროორგანიზმზე, რომელსაც ჩვენ ვიძენთ დაბადების შემდეგ. რატომ ამბობთ ხოლმე, ხო, რომ აი ბუნებრივი მშობიარობა უმჯობესი არის ვიდრე საკეისრო კვეთა, იმიტომ რომ აი ამ დაბადების დროს ხო ეს ხშირად არასწორად არის ხოლმე აღქმული, რომ ყველამ ვიცით რომ ბავშვთვის ასე უკეთესია, მაგრამ რატო არის უკეთესი ეს კითხვა რო დასვა, ხო უკეთესი არის ბუნებრივი მშობიარობა, იმიტომ რომ აი ამ სამშობიარო გზებს რო გამოდის, ძალიან მრავალფეროვან მიკროორგანიზმებთან აქვს შეხება დედის ბავშვს და აი აქედან იწყებს აი ამ ფლორის შენებას თვითონ. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და როცა ეს ასე არ ხდება, იმიტომ გვაქვს პრაქტიკაში მე მამას რო დააწვენენ ხოლმე ამ კერძზე, ხო, რომ მამის ფლორა მაინც მიიღოს, რომელიც რა თქმა უნდა იმას თლიანად ვერ ანაცვლებს, მაგრამ ესეც კარგია. და შემდგომში უკვე აი ითვლება რომ 3 წლისთვის უკვე რაღაც ფლორას იყალიბებს ბავშვი იმ გარემოდან, სადაც იზრდება, სადაც არის და ეს პროცესი შემდგომში გრძელდება და ის ფაქტორები, რომლებიც ჩამოთვალე შეიძლება იყოს შემაფერხებელი, დამაზიანებელი ამ ფლორის. და აქვე რასაკვირველია კიდევ ერთხელ უნდა ჩვენს მსმენელებს შევახსენოთ, რომ ამ ფლორაზე რა თქმა უნდა პირდაპირ გაგებით მომაკვდინებლად მოქმედებს თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც ჩვენ ვიცით, რომელიც არის ჩვენ გარშემო. ხო, ეს ყველაფერი ძალიან დამაზიანებელია და ნუ პირდაპირ გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. და არ გვაქვს მეორე ტვინსაც ვეძახით, ხო? მეორე ტვინს ვეძახით ამას. ანუ აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანს უყალიბდება, ხო, მაშინ არის ყველაზე არასტაბილური ეს მიკრობიომა ორგანიზმში და ეს არის პირველი წლები ცხოვრების. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას მიიღებს ბავშვი და როგორ მიიღებს იმისთვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს. მერე უკვე უფრო სტაბილური ხდება, ასე თუ ისე წლების განმავლობაში და ძალიან რთულია თურმე რომ დაარღვიო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო ზეგავლენას ახდენს კვებაც ისიც ესეც, თუ ადამიანის ზოგადად ჯანმრთელია, ამ მიკრობიომის, აი ხა ერთხელ რო ანტიბიოტიკი მიიღოს, ესე მარტივად ვერ დაირღვევა. უბრალოდ აქ საუბარია კუმულაციურ ეფექტზე კიდევ ერთხელ, რომ აი ბევრი რაღაცის ზემოგეზეგავლენით შეიძლება დაირღვეს. აი რო დაირღვევა, აი მის აღდგენა უკვე ძალიან რთულია. კი ბატონო. ხო, ამას ძალიან საინტერესო ესეთი სამეცნიერო ფილმი ვნახე ამ საკითხზე და შენ ნათქვამა გამახსენა ამ კვებასთან დაკავშირებით რა, როცა იმ სწრაფი კვების პროდუქტებს ვიღებთ, რა ხდება და რომელი ტიპის ბაქტერიები იკვებებიან ამ დროს, აი იქ იყო საბოლოო ჯამში ესეთ შეჯამება, რომ კვირის განმავლობაში თითქმის 30-მდე სხვადასხვა მცენარეულ პროდუქტს, ამაში ხილიცის ბოსტნეული მწვანილები შემდეგ, თუ იღებ ადამიანი, ითვლება რომ აი ამ საკვებ პროდუქტებს აწვდი, საკმარის საკვებ პროდუქტებს აწვდი ყველა იმ მიკროორგანიზმს, რომელიც არის შენს ორგანიზმში და ნუ ეს შესაბამისად აი ამ სტაბილურობას შემდგომში უზრუნველყოფს. ანუ ჩაკეტილი წრეა რა, ანუ რაც მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მოიხმარ, მე მოთხოვნაც ისევ მაღაზიაზე გაქვს, კიდე მოიხმარ, კიდე
უფრო მე მეტად ის გაქვს და ბაქტერიები სწორად გადაიმუშავებენ, შენ უკვე სწორ ნივთიერებებს შეიწოვ, ესე იგი შენი ნაწლავი და შესაბამისად მე ხარ ჯანსაღი. და ამიტომ თუ არა და ეს ჩვენ იწყება მიკრობიომა დაავადებები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კი ბატონო. ისე რაოდენობრივად რო იცოდეთ. ანუ 2006-2009 წლებში იყო Human Microbiome Project-ი რა, ანუ როგორ არის ადამიანის მიკრობიომის პროექტი იყო და ანუ ცდილობდნენ რომ შეესწავლოთ ორგანიზმში რა ბაქტერიებია, სად რომელ ორგანოში როგორ არის და ასე შემდეგ და რა რაოდენობით და აღმოჩნდა რომ დაახლოებით 75,000-დან 100,000-მდე ესე იგი უბრალოდ 75-100 ტრილიონი ბაქტერია გვყავს ორგანიზმში. ნუ ყველა ორგანოში ერთად რა ვიყო და 50-100 ტრილიონი უჯრედი გვაქვს ჩვენ თვითონ ჩვენი. კი ბატონო. ხო და ანუ გამის რომ ორჯერ უფრო მეტი ბაქტერია და მიკროორგანიზმი ყავს ორგანიზმში, ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ, ხო, უჯრედები და საშუალოდ ესია მართვის გამოთვლილი, რომ პაკეტი იმათ აქვს. კი, 1-3% შენი წონის არის ბაქტერიებით. ხო და მე დამაინტერესა ჩემი წონი და გამომდინარე და გამოვიდა რომ 3 კილოგრამამდე დაახლოებით. ნუ უფრო ნაკლები 1.5 კილოგრამი დაახლოებით უბრალოდ გამოვიდა რომ მქონდა ბაქტერიების რა. და ანუ წარმოვიდეთ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს მიკრობიომის სტაბილურობა და სიმბიოზი კი შევინარჩუნოთ. ბატონო. აი ესე რომ რაც ჩვენზეა წარმოვიდგინოთ. დამოკიდებული და არა იმათზე. კი, კი, აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ახლა მე და შენ აქვს ხედავთ ვლაპარაკობთ და ნუ ჩვენ გარშემო და ნუ ჰაერია ხო ჩვენი წარმოდგენით. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვართ რაღაცა ოკეანეში უამრავი მიკროორგანიზმის, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო ისინი არიან უამრავი. ხო, საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ კი საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს ჩვენ იმის სათქმელად, რომ აი ეს ჩვენი მიკრობიომი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის პირისღრუს ჯანმრთელობისთვის და მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენ პირისღრუში ეს დაავადებები თავიდან ავირიდოთ. თუმცა რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევეხოთ იმ მავნე პრაქტიკებსაც, რომლებიც არის გავრცელებული და პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ასევე ანტიბიოტიკებზე და იმ გამოკვლევის მეთოდებზე, რომლებიც არსებობს. იმიტომ რომ რომელიც კავშირშია ასევე პირისღრუში არსებულ მიკროორგანიზმებთან. ვეცნობოდი ამას სინათ ბოლოს სიახლეებს, რომელიც გვაქვს ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით და აი ზოგადი სურათი რომ ავიღოთ რა რაოდენობის ანტიბიოტიკები რეცეპტით გაცემაზეა საუბარი, გაიცემა რეცეპტით მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 10% მოდის სტომატოლოგიაზე. ამ 10%-დან 80% არ იყო სწორად დანიშნული. და თან აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდე რა აქვს საუბარია მხოლოდ რეცეპტით გაცემულ მედიკამენტებზე. უამრავი არის სამწუხარო ჩვენი ქვეყანაც იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც რეცეპტის გარეშე შეგიძლია კიდე ხო ანტიბიოტიკის შეძენა. თვითმკურნალობის უამრავი შემთხვევა და ეს სოფლის უფრო მეტ ნაწილში ასე ხდება, ვიდრე დანარჩენ ნაწილში, მაგალითად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეს მოწესრიგებულია, ხო ეს სისტემა. ანუ ჩვენ საუბრობთ ძალიან დიდ რაოდენობაზე. ეხლა ამ 10%-დან, ნუ რაც საკვირველია, უმეტესობა მოდის ქირურგიაზე, მათ შორის პაროდონტოლოგიაზე, სადაც ეს ანტიბიოტიკები ინიშნება. თუ ჩვენ საუბრობთ, მოდი შეკითხვა ესე დავსვათ, იმაზე, რომ აი ეს ბაქტერიები აუცილებელი მოთხოვნას წარმოადგენს იმისათვის, რომ პაროდონტოლოგიური დაავადებების ეს ნაწილი განვითარდეს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ანტიბიოტიკი არის ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ეს მავნე ბაქტერიები დავხოცოთ. მაშინ რატო საუბრობთ ახლა ამაზე როგორც საფრთხეზე? რა უნდა გავითვალისწინოთ? თუ შეგვიძლია რომ ზოგადადაც ვისაუბროთ ჩვენი მსმენელისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს და ასევე ჩვენ მოგვისმენთ ძალიან ბევრი პაროდონტოლოგის და სხვა პროფილის ექიმიც, სტომატოლოგი, რომელსაც შეიძლება პატარა გაიდლაინივით იყოს, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკების გამოყენება. ამ თემას რო შევეხოთ და მე უკვე მინდა კიდე ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდეთ, ეს შეეხება უკვე დიაგნოსტიკას. და რა მხელა მნიშვნელობა აქვს, ან აქვს თუ არა საერთოდ მნიშვნელობა იმის ცოდნას, რომელი ტიპის ბაქტერიები არის გავრცელებული პირისღრუში. მავნე ბაქტერიები. ძალიან მწვავე თემას შეეხება შენ. ძალიან. იმიტომ რომ სამწუხაროდ ის გაიდლაინები, რაც გამოდის მაგალითად პაროდონტოლოგიაში და არა მხოლოდ ზოგადად მედიცინაში, ისინი გულისხმობენ ანტიბიოტიკების ძალიან რაციონალურ, იშვიათ და ნამდვილად აუცილებელ სიტუაციებში გამოყენებას. მოდით ესე დავიწყებ ამ ამბავს, რომ იყო პერიოდი, იყო ასე რომ ვთქვათ, ერა, როდესაც იყო პრეანტიბიოტიკო პერიოდი, როდესაც ადამიანები კვდებოდნენ იმის გამო, რომ ინფექციასთან ბრძოლა არ ხდებოდა, რადგან ანტიბიოტიკები არ არსებობდა.
შემდეგ დადგა პერიოდი, ანტიბიოტიკების პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი დაავადება დამარცხდა ანტიბიოტიკით და ადამიანს აღარ ქონდა, ასე რომ ვთქვათ, საშიში დაავადებების რიგი, რის გამოც შეიძლება დაღუპულიყო, ხო, ის ინფექციები მარცხებოდა ანტიბიოტიკებით. და ჩვენ უკვე შევედით იმ პერიოდში, რომელიც არის პოსტანტიბიოტიკების პერიოდი და მაგალითად 2016 წელს 70,000 ადამიანი დაიღუპა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გამო. და ტენდენცია ისეთი მზარდია, რომ წინასწარი პროგნოზი არის ასეთი, რომ 2050 წლისთვის 10 მილიონი ადამიანი იქნება, ვინც იქნება რეზისტენტული ანტიბიოტიკის მიმართ. ბოდიში უცებ დავამატებ ერთს, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა შედეგები. ეს არის ოღონდ 2022 წლის შედეგები, სადაც ნათქვამია, რომ აი ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ასოცირებული დაავადებებით 2022 წელს დაიღუპა 3 მილიონი ბავშვი. უკვე წარმოიდგინე უკვე როგორ ჯერ გაიზარდა. შემდეგი მონაცემები არ აქვს. ანტიმიკრობულს ვსაუბრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობაზე იყო საუბარი და იმ დაავადებებზე, რომლებიც მედეგი გახდა ანტიბიოტიკების მიმართ. და ეხლა წარმოიდგინეთ ეს ამბავი, რომ ადამიანები ხო ზოგადად ყველას ჭკვიანი ასე ვთქვათ ორგანიზმები ვართ, მაგრამ აი ეს ამბივალენტურობა, რაც ადამიანს აქვს, რომ ეს მე არ დამემართება და მე რა მოვწევ სიგარეტს და მე სივსივნი არ დამემართება, მე რა ჩქარა ვატარებ მანქანას მე ავარიაში არ მოყვები, სხვას არ დავაზიანებ და რა მოხდა ეხლა დავლევა ანტიბიოტიკს და რა მისავს ხა წელიწადში ერთხელ რომ დავლიო. ან კიდე თუნდაც ეხლა რაც მთელი ბუმი იყო რაღაც პერიოდი, რომ რაღაც ცხოველების და ფრინველების გამრავლებაში ანტიბიოტიკები გამოიყენებოდა, რომ უფრო მეტი ხორცი ყოფილიყო და უფრო დიდხანს გაეძლო ხო აი ამ პროდუქტებს. მოკლედ, შესაბამისად, ჩვენ თუ ამაზე დღეს არ დავიწყეთ საუბარი არა ქმედებები, ერთმა ჩვენმა ძალიან ცნობილმა სპიკერმა, პაროდონტოლოგმა დევიდ ჰერერამ შეადარა კლიმატის ცვლილებას. ანუ ეს უკვე მოსულია, ეს უკვე დგას და ამას ყოველდღურად ხვდებით და აგერ შენი სტატისტიკაც ამას გვიჩვენებს. გამომდინარე აქედან ამბავი ის, რომ ეხლა მე ინფექციური დაავადებით ვარ დაავადებული და აუცილებლად მაშინ უნდა მივიღო ანტიბიოტიკი, ეს მარტივი ლოგიკური მიდგომა უკვე აღარ ჭრის. ანუ შენ დიდი ალბათობით შეიძლება გახდე, შენ თუ არა შენი შვილი შეიძლება გახდეს და ასე შემდეგ, მედეგი ამ ანტიბიოტიკების მიმართ და მე რა. ну შეიძლება თქვა რომ ну მე ისეთი ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრებ, რა ვიცი პნევმონია არ დამემართება, რამე ინფექციური დაავადება არ დამემართება. კი ბატონო, მაგრამ არის სხვა მდგომარეობებიც, მაგალითად ზოგს ჭირდება ხოლმე სახსრის თქვა გადანერგვა, ხო? რაღაც ტრანსპლანტაციის გაკეთება, რომელიც რა თქმა უნდა შენგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს, ხო? გამომდინარე აქედან ეს ყველა ქირურგიული ჩარევა საჭიროებს რას? ანტიბიოტიკებით დაცვას, იმისთვის რომ ის ტრანსპლანტატი მიიღოს. ხო, ან ტრავმა მოხდა, ხო, რა ვიცი, ავარიაში მოყევიან რაღაც. აი ეს ყველაფერი, ანუ თქმა იმისა, რომ ეს ჩვენ დღეს არ გვეხება, არასწორია. რაც შეეხება პაროდონტოლოგიას, როგორც მე ვახსენე, ხო, აქ საუბარი იმაზე, რომ დაირღვა სიმბიოზი. რომ დაირღვა სიმბიოზი, ძირითადი მიზეზი არის იმის, რომ იქ დიდი რაოდენობით იმის გამო, რომ პირის ჰიგიენა არ დაიცვა ადამიანმა, სწორად არ გამოიხეხა კბილები, პერიოდულობით არის არა სტომატოლოგთან იმისთვის, რომ ჩატარდეს პროფესიული ჰიგიენა, ხო? რასაც ჩვენ ენაზე ქვია ნადების პროფესიული მექანიკური მოცილება, უბრალოდ ხალხი პროფესიული ჰიგიენით უფრო ცნობს ხოლმე პროცედურას. გამომდინარე აქედან, აქ საკითხი არ არის, რომ ერთი ბაქტერია დაგროვდა, ან კონკრეტულად ეს სახეობა გამრავდა, ამეთ საუბარია, რომ წარმოიქმნა, ასე ვთქვათ, მასა ბაქტერიების, რომელსაც ვეძახით ბაქტერიულ ბიოაქს, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, ეს არ არის მარტო პროფესიული ტერმინი. და შესაბამისად ეს ბიოაქი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომლებიც გამოყოფენ რაღაც ლორწოს, რომელიც აი თავიანთ თავს ასე ვთქვათ შეფუთავს და იქ არის პატარა მიკრომილაკები შიგნით და ბაქტერიები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახდენენ ამ მიკრომილაკებით იქ სითხე რომ გადის ერთმანეთს საკვებს აწვდიან სასიქმოვნო მოლეკულებს აწვდიან და ასე შემდეგ და ეს ბაქტერიული ბიოაქი მე მგონი ქაუტომაქეთიმაც ახსენა რომ დაშალო ანტიბიოტიკი ვერ შლის ანუ შენ თუ შეგიძლია პეტრის ფინჯანზე ლაბორატორიაში თუნდაც იმ ბაქტერიოლოგიური კვლევების შედეგად რომელიც მაგალითად კეთდება ხოლმე საქართველოში რომ ხდება ნაცხის ანალიზის აღება, კულტივირება, ანუ გამრავლება ამ ბაქტერიების ლაბორატორიულ პირობებში და შემდეგ რაღაც ანტიბიოტიკების დატესტვა მოქმედებს თუ არა, ეს ცალკეული ბაქტერიები, რა თქმა უნდა, დაიღუპებიან ანტიბიოტიკით. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ბიოქში რომ მოკლათ 10 ჯერ უნდა გაზარდო ანტიბიოტიკის დოზა, რომ ბიოქში ჩაკლა ეს ბაქტერიები და
და მანამდე ადამიანი მოკვდება ამ ხელოდოზის მიღებით, სანამ ეს ბაქტერიები გარდაიცვლებიან, ხო? გამომდინარე აქედან ჩვენ გვაქვს პრობლემა ბაქტერიული ბიოაპკის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი და შემადგენლობითი, ასე რომ ვთქვათ, ცვლილების, რაც კბილების არხეხვას მოყვება. ამიტომ ჩვენთან შეუძლებელია ანტიბიოტიკით მოახდინო ამ ინფექციის შეჩერება ან შეწყვეტა. და კიდევ ამის გამოც არის, რომ დღეს არ არის ანტიბიოტიკოთერაპია, ღვიძლის ანთებითი დაავადების მკურნალობის სტანდარტი. ის არის მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევებში გამოყენებადი, ასე რომ ვთქვათ, დამატებითი მკურნალობის მეთოდი. დამატებითი და არა ძირითადი. თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პაროდონტოლოგია კარგად არიციან, მექანიზმები რატო ვითარდება ეს ანთება და ასე შემდეგ, მათთვის მარტივი ლოგიკური ჯაჭვია. ხო. ბაქტერია, ესე იგი Mhm. მოკლა ანტიბიოტიკი და დამთავრდა, დაავადება აღარ იქნება. და სინამდვილეში იმ ბიოაპკში ბაქტერიები აგრძელებენ ცხოვრებას, არის ასე რომ ვთქვათ, სუროგატული, სრულ შედეგი, რომ ოდნავ სისტემა შემცირდა და პაციენტმა ცოტათი ამოისუნთქა იმ 1-2 3 კვირის განმავლობაში და მე ისევ იწყებს უკან ეს ბიოაპკი გამრავლებას, გამოსვლას ეს ბაქტერიები და ისევ აქტიურებენ ანთებით პროცესს. ამიტომ არა, ანტიბიოტიკოთერაპია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული. თუნდაც ქირურგიული манипуляციების დროსაც, რაც შენ ახსენე, თუ ადრე იყო მიდგომა, რომ ნებისმიერი ტრანსპლანტაცია ის იქნებოდა სასიდან ღვიძლის გადანერგვა თუ რაიმე ხელოვნური ძვლის შეტანა, აუცილებლად საჭიროებდა ანტიბიოტიკოთერაპიას, უკვე 2020 წლიდან მოყოლებული არაერთი კვლევა გვეუბნება, რომ არც ღვიძლის გადანერგვის პროცედურების დროს, რა თქმა უნდა, გააჩნია ზომას რამდენ კილზე აკეთებ, მაგრამ მაინც მარტივი 1, 2, 3, 4, 5 კილის ვიდამოშოცა აკეთებ, მაგალითად, ხო? არ საჭიროებს თურმე აი დიდ ანტიბიოტიკოთერაპიით ვიდამოებზე როცა დაცვა. აკეთებ, მაინც გამოდის, რომ პრევენციულად რა ნიშნავ? თქმა უნდა, რომ არ გართულდეს ინფექციური რაღაცა გართულებები არ მოყვეს იმ ქირურგიულ манипуляციას და თუნდაც პაროდონტოლოგიურ რეგენერაციულ ქირურგიაში, როცა საუბარია პატარა ზოლიანი დეფექტების რეგენერაციაზე, კბილის გარშემო. ამ შემთხვევაში არ საჭიროებს თურმე ანტიბიოტიკოთერაპიის, იმიტომ რომ შედეგი აბსოლუტურად ერთი და იგივე ანტიბიოტიკს დაუნიშნავ თუ არ დაუნიშნავ. მე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ისეთ პროცედურებზე, როდესაც მაგალითად კბილები არ არის, უკბილო მიდამოა, ძვალიც არ არის და იმპლანტაცია სურს პაციენტს, ამ დროს აკეთებს ძალიან დიდ ზოლანა უგმენტაციას, ან რბილი ქსოვილების ძალიან დიდ უგმენტაციას. მაგ შემთხვევაში კი დღეს ჯერ კიდევ ინიშნება და არ იჩვენება, მაგრამ აი ჩვეულებრივ ჩემს პაროდონტოლოგიურ პრაქტიკაში, ჩვენ ახლა იცი რომ ყავს უმძიმესი პაციენტები, ხო? ძირითადად მესამე-მეოთხე სტადიის პაროდონტიტი, რომლებიც არიან უმძიმესები. და აი ესეთ პაციენტებშიც კი ალბათ შეიძლება თვე გავიდეს და ანტიბიოტიკი საერთოდ არ დავნიშნო და ისევ მკურნალო. ხან 2-3 თვეც გადის, გააჩნია სიტუაციას, მაგრამ უიშვიათესად ნიშნავთ. აი როცა გჭირდება ეს ანტიბიოტიკის დანიშნა, აი ეგენი რა შემთხვევები არის? მაგალითისთვის, აი რაც 2020 წლის გაიდლაინში ეწერა ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციის და გაიდლაინში. დავამატოთ, რომ ეს გაიდლაინი რატო შეიქმნა საერთოდ, ხო, იმიტომ რომ კლასიფიკაციაც შეიცვალა. ახალი დაავადებების კლასიფიკაცია გვაქვს მაშინ პაროდონტოლოგიაში. 2018 წელს გამოქვეყნდა, თუმცა რეალურად ფიზიკურად 2017 წელს შეიქმნა ახალი რა და უკვე ძველი კლასიფიკაცია, იმიტომ რომ ფაქტობრივად 8 წელი გავიდა. და ამის საფუძველზე უკვე იმ ახალი დიაგნოზების მიხედვით, იმ კლასიფიკაციაში რაც იყო მოცემული, ახალი მკურნალობის გაიდლაინები შეიქმნა და ამაზე ვსაუბრობთ. კი ბატონო და იქ მაგალითად წერია, რომ ესე იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ანტიბიოტიკები გამოყენებული რუტინულად ყოველდღიურ პაროდონტოლოგიურ პრაქტიკაში და შემდეგ დაზუსტება რომ მხოლოდ ახალგაზრდა მესამე სტადიის, მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში შეიძლება იყოს განხილული მისი მიღება. იქ დანიშნეთ აუცილებლად არ არის, შეიძლება იყოს განხილული. მაგალითად, მე ხო მყავს ბევრი პაციენტი, თქვათ, ასაკობრივი თავისებურებითაც და ასე შემდეგ და მაგალითად მყავს გოგონა, იყო მაშინ, როცა თავიდან ჩვენ მოგმართა, 17 წლის, რომელმაც 16 წლის ასაკში დაკარგა გვერდითა საჭრელი. კბილის მორყევის გამო და როდესაც მოვიდა დიაგნოსტიკაზე, მას ჰქონდა 10, 11, 12 მმ-იანი პაროდონტული ჯიბები, ნორმა არის, ვინც არის 3 მმ მაქსიმუმ, ჩირქდენები, ცისხდენები, შეშუპება, მოკლედ ყველაფერი საშინელება, რაც შეიძლება მძიმე ფორმის პაროდონტიტს თან ახლდეს. კბილების მორყევითაც და შემდეგ. და ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აუცილებელია, იმიტომ რომ წესით 16 წლის ადამიანი არ უნდა კარგავდეს კბილებს. დღევანდელ დღეს არც ცელი სიცოცხლის განმავლობაში არ უნდა კარგავდეს, იმიტომ რომ პაროდონტოლოგია იმდენად ბევრი კვლევის საფუძველზე და ბევრი ასე რომ ვთქვათ წლის გამოცდილების საფუძველზე იძლევა ისეთ მკურნალობის მეთოდებს, რომლითაც ადამიანმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა იქონიოს კბილები, რომ დღეს საუბარი იმაზე, რომ ადამიანი უნდა კარგავდეს კბილებს, არის ძალიან არასწორი. თუმცა ეს ისევ და ისევ გამოდის, რომ არ არის ხელმისაწვდომი
ინფორმაცია თუ ფიზიკურად ეს მკურნალობა მასა მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს პაროდონტოლოგიური განათლება. ანუ არ გვაქვს პოსტდიპლომური განათლება პაროდონტოლოგიაში, რაც ზღუდავს ექიმების რაოდენობას, ვისაც შეუძლია რომ ოფიციალურ დონეზე ჩაატაროს ეს მკურნალობა, არამედ მაგალითად ჩვენი პერიოსკოლა, ალბიუსის პერიოსკოლა წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ატარებს ერთწლიან სასწავლო კურსებს 2015 წლიდან და ჩვენგან გასული ექიმები თუ შეძლებენ აი ამ მკურნალობის, ასე ვთქვათ, ჩატარებას და დანარჩენი ხა ჩვენ ხო ძალიან ხო, ესენი კერძო ინიციატივებია, ხო, კერძო ინიციატივებია, ცოტა ხალხი, იმიტომ რომ წელიწადში შეიძლება ანუ ექიმსო თვითგანვითარება უნდა, მაგიტომ რომ სწავლობს და გადის ამ კურსებს, თორე ესე რაოდენობრივად შეიძლება წელიწადში დაამთავროს სადღაცას 30 ადამიანმა, ხო ჩვენთან. და ეხლა საქართველოში 3 მილიონი ნახევარი როცა ცხოვრობს, 30 ადამიანი წელიწადში და ამათ წელიწადში კი ხვდები, რამდენიც გამოვიდა, არ არის ბევრი. და ანუ ადამიანების უმეტესობა ინფორმაციას იღებს საიდან? ინტერნეტი და პლუს იმ ექიმი, ვისთანაც მიდის. ინტერნეტში არანაირი ცენზურა არ არსებობს და ვისაც რა უნდა იმას წერს და შესაბამისად რაც მინდა იმას დავწერ და ეს ან იქნება სიმართლე ან არა და უმეტეს შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია ხოლმე და ექიმი თუ არის ფლობს ამ ინფორმაციას ისე უნება რომ შენ ამ კვილებს დაკარგავ. ადრე თუ გვიან მაინც დაკარგავ და რა აზრია კულავს. აი ეს რო ახსენეთ წეგან რომ აი დაუშვათ ესე არასწორად ანიშნული ანტიბიოტიკის შედეგად ვიღებთ რაღაცა ისეთ შედეგს პაციენტებთან რომელიც თითქოს აი ამ განწყობას უქმნის რომ უკეთესობისკენ არის პროცესი ხო მაგრამ იქ რა ბიოაპკი მაინც არსებობს ის ბაქტერიები შიგნით ცხოვრობენ და ამ დროს იმ ძვლის დაშლის პროცესი გრძელდება ხო ხო აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სანამ პაციენტს გონია რომ ყველაფერი კარგად არის ძვლის დაშლა გრძელდება ამიტომ აი ეს შედეგი მაინც იგივე საბოლოო ჯამში მაინც კარგავს იმ კბილებს. ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპია არ არის პაროდონტიტის მკურნალობის არც ძირითადი და არც უპირობო მეთოდი. კი ბატონო. მოკლედ ესეთი პაროდონტოლოგმა ეს თანამედროვე კლასიფიკაცია, თანამედროვე გაიდლაინები კარგად უნდა იცოდეს. იქაც პირდაპირ მითითება არ არის, იქაც ისევ რაღაც რისკების და სარგებლის თანაფარდობაზე პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობების მიხედვით ან დანიშნავს, ან არ დანიშნავს. ხო, ანუ იშვიათად უნდა ინიშნებოდეს, მოკლედ. და აი უფრო ესეთი ჩვეულებრივ შენახსენე რომ იქ აუგმენტაცია ძვლის დამატება, როცა ხდება ძვლის გადანერგვა, როცა ხდება. მაგ შემთხვევებში არისო ჩვენება რომ ანტიბიოტიკი დაინიშნოს, მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში როცა უბრალოდ დენტალური იმპლანტი ჯდება. აი დენტალური იმპლანტთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მაინც ინიშნება, იმიტომ რომ ეს არ არის ასე ვთქვათ ჩვენთვის ბუნებრივი ხელოვნური მასალა, მიუხედავად რომ სტერილური მოდის, კვლევები მაინც ამბობენ რომ არის ბენეფიტი იმისა რომ ანტიბიოტიკი დანიშნა, იმიტომ რომ საშიშროება იმისა რომ არ შეხორცლეს მაგრამ ზოგი არ ნიშნავს. ну შეიძლება, მაგრამ ძირითადად მაინც ნიშნავენ. ანუ იმპლანტაცია ცოტა სხვა მიმართულებაა რა. აი მათ გვაქვს ესეთი პირდაპირ ესენი მტკიცებულებები, რომ თუ კი დანიშნა უკეთეს შედეგი გაქვს, თუ კი არ დანიშნა სხვა შედეგი ექნება. გასაგებების ახალია პრევენციაზე. პრევენციაზე რომ არ მოხდეს ინფექციური გართულება და იმიტომ ნიშნავ თორე შეხორცებაზე როგორც ასეთი ანტიბიოტიკი ფიზიკურად ვერ მოახერხებს ზეგავლენას იმ მაგრამ ეგეც მაინც აკამათოა ხო იმიტომ რომ იმის შემდგომ ხა პერიიმპლანტიტი ხო ჩვენ მაგაზე ვსაუბრობთ ანუ იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების ანთება და ანუ იმპლანტაციის მომენტში გაკეთებული ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპია და მერე უკვე პერიიმპლანტის განვითარება ორი სხვადასხვა რამე არის ხო მაგრამ მაშინ აი რატო ვნიშნავ რისგან თავის დაცვას ვცდილობ როცა იმპლანტის ჩასმის დროს ვნიშნავ აი როგორც ჩვეულებრივად თქვა სახსრის გადანერგვა ხდება რაღაცის ტრანსპლანტაცია ხდება და ანტიბიოტიკებს თავდაცვის მიზნით პოსტოპერაციული გართულება არ მივიღო არ მიიღო ეგ ვარიანტია თორე პერიიმპლანტიტის შემთხვევაში 2023 წელს გამოვიდა გაიდლაინი და იქაც წერია რომ ანტიბიოტიკს არ აქვს აზრი ხო არ აქვს ხო პერიიმპლანტიტი რა არის განუმარტოთ ხო იმას ჩვენ მსმენელს პერიიმპლანტიტი არის ეს იმპლანტი რომელსაც ინტეგრირებულია ძვალში რომელიც უკვე ინტეგრირებულია რომელიც არის უკვე ადამიანს ქმედითი ზემოდან კბილიც აქვს და მის გარშემო როიწყება ანთებითი პროცესი რომელიც არის უკურნებელი ამ ეტაპზე ხო თეა სამწუხაროდ ანუ აქ როგორი რაღაცა არის იცით რომ ამ გაიდლაინში იმდენად ყველაფერზე წერია რომ არ არის ეფექტური რომ ერთადერთი რაც წერია რომ გააკეთეთ არის გაწმინდეთ
გაასუფთავეთ და ეს შეინარჩუნოთ სტომატოლოგის მაქსიმალური მიერ ჰიგიენა. პროფესიულ ხო, ანუ ეს წინადადებას. ბიოაფკი რო არ დაგროვდეს რა და რო წმინდა, ანუ კბილისგან გასხვავებით იმპლანტი ხავიანია და იმ ხავებში იმდენად ღრმად აღწევს ეს ბაქტერიები, რომ არც ინსტრუმენტი გაქვს, არც ქიმიური ნივთიერება გაქვს, არაფერი არ გაქვს დღეს. აი დღეს არ არსებობს რაიმე ან აპარატი ან გელი ან რაღაცა, რომელსაც წაუსვევ ან გააკეთებსეთ და იმპლანტის ზედაპირი გადეზინფიცირდება პირის ხუში არსებობის მომენტში. განსხვავებით კბილისგან, სადაც ეს განსხვავებით შეიძლება კბილისგან, უფრო გააკეთო. ეფექტურად ხდება ეს ყველაფერი კი და შესაბამისად ვერ აჩერებ იმპლანტიც და აქ უკვე ძალიან ცნობილი სპიკერებით რო გამოდიან სცენაზე, ყვებიან ხოლმე ამ თემაზე როცა ყვებიან, რომ ეს არის რელიგიოზური მკურნალობა, ანუ გააძლიერეთ ლოცვა და ღმერთი თუ ინებებს, პერიმპლანტი გაჩერდება. კი ბატონო. აა მოგ ჩვენი მიზანია რომ პერიიმპლანტიტამდე არ არ მივიდეთ. მივიდეთ. პერიიმპლანტიტამდე რო არ მივიდეთ, არ უნდა მივიდეთ იმპლანტამდე. იმპლანტამდე რო არ მივიდეთ, ამისათვის საჭიროა რომ პაროდონტოლოგის ნამდვილად. რჩევებს მოусმინოთ და პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ნუ გასაგებია ახლა როცა ტრამვები და რაღაც სხვა შემთხვევებია, ამ დროს ოღონდ თავს ერთი ვერ რაღაცის დავიცავთ. თქმა, რომ აი ადამიანს გონია, რომ რაღაცას რომ უკურნალოს ან რაღაცისგან თავი დაიცვას, საჭიროა რაიმე რთული პროცედურების ჩატარება ან რაღაცას ზებუნებრივი პრეპარატების მიღება რაღაცა და ამ დროს ხო ძალიან მარტივია. უბრალოდ სრულფასოვნად უნდა ხდებოდეს დილას და საღამოს კბილების გამოხილვა და პერიოდულად პაროდონტოლოგთან. ჰიგიენის საკითხსაც გადავალთ. ჰიგიენის საკითხს გადავალთ, უბრალოდ ეხლა აქ მინდა რომ ერთი რაღაცა დავაზუსტო, რომ ჩვენთანაც და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაში პოპულარული არის, როცა პაციენტის გაგზავნა ხდება ხოლმე, ეგრეთ წოდებული ნაცხის ასაღებად, იმისათვის რომ შეფასდეს, ამოიცნონ, რომელი ბაქტერიები არის პირის ღრუში, რომ იმის შესაბამისი ანტიბიოტიკი შეირჩეს და დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია. ხო? ეხლა რასაც შენ საუბრობ, აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ამას აზრი არ აქვს. გვაინტერესებს, რომელი ბაქტერია ამ შემთხვევაში გამრავლებული? რამე იცვლება მკურნალობის ტაქტიკაში ამით? ესე იგი, რამოდენიმე მას გამოყოფ იდეას ეხა რომ დაუმტკიცო ადამიანებს თუ რა არის დღეს რეალობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი მოდის კონსულტაციაზე და უკვე მოაქვთ გაკეთებული ნაცხის ანალიზი. და რო ვეუბნები რომ ამას მე არც კი შევხედავ, ცოტა ცვებია ხოლმე რომ რას ქვია ეხა როგორ შეიძლება რომ არ შეხედო ეხა ღძილების თემაში ხო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ჩვენ ვახსენეთ, რომ იქ ამოთესილი ერთი ბაქტერია და მასზე მოქმედი ერთი რაღაც ანტიბიოტიკი, მაგალითად, არ იმოქმედებს პირის ღრუში, იმიტომ რომ აქ ერთ ბაქტერიას არ ვებრძვით, პირის ღრუში ვებრძვით ბიოაქს. ანუ პირველი აპრიორი უკვე დამოკიდებულება რომ ანტიბიოტიკი რამეს შეცვლის იმ მიკრობიოტაში, რომელიც უკვე მივიღეთ, კბილების გამოუხეხაობით, ასე რომ ვთქვა და მოუწესრიგებლობით, უკვე всё, აღარ გვჭირდება ეს ნაცხის ანალიზი. ეხლა მეორე მხარეს შევხედოთ. არიან ზოგჯერ ადამიანები, რომელსაც კბილები თითქოს ძალიან კარგადაც აქვთ გამოხეხილი, მაგრამ მაინც აქვთ პაროდონტიტი. ეს არიან უიშვიათესი ადამიანები, რომლებსაც ადრე აგრესიულ პაროდონტიტს, იუვენილურ პაროდონტიტს ვეძახდით, ან კიდე ეხლა სიხარისხში გვყავს, რომლებსაც თითქოს და ბაქტერიული ბიოაფკიდან ნადები არ აქვთ, მაგრამ პაროდონტის ქსოვლებში ანთება აქვთ. ანუ იმ მიკროსკოპული რაოდენობის ბაქტერიებს, რასაც ჩვენ თვალით ვერ ხედავ, იმათზე მაინც ემართება მოგეთ ეს დაავადება და ეს არის ალბათ დაახლოებით 5-8% მსოფლიოში. აი ხა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება სად? ეს ყველაფერი ხდება კბილ ღრძილოვან ღარში. ანუ კბილსა და ღრძილს შორის სივრცეა და იქ ხდება ეს ყველაფერი. ეს ბაქტერიები, რომლებიც მრავლდებიან ამ პაციენტებში, რომლებიც თვალით არ ჩანს, არიან ბაქტერიები, რომლებიც უჰაერო პირობებში ცხოვრობენ, იმიტომ რომ იმ ღარში ჰაერი ვერ შედის. გამომდინარე აქედან, ეხლა ჩვენ როდესაც პაციენტი გვეუბნება, რომ ნაცხის ანალიზი მოვიტანე, ნაცხის ანალიზი როგორ კეთდება? მიდიხარ ლაბორატორიაში, სპეციალური როგორც ყურის ჭხირები არის ბამბით დახული, ესეთი ჭხირებია სტერილური, რომელსაც ღრძილებზე და ენაზე და ლოყებზე ზემოდან წაგისმევენ, სადაც ცხოვრობენ როგორი ბაქტერიები, ჰაერზე მცხოვრები ბაქტერიები, იმიტომ რომ ეხლა მე რო ვლაპარაკობ, ჰაერი შედის და ამ ზედაპირებს ეხება. ანუ ის ბაქტერიები, რომლებსაც არ შეუძლიათ ჰაერზე ცხოვრება, იქ ვერ იცხოვრობენ, მოკვდებიან. გამომდინარე აქედან შენ იღებ მიკროფლორას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ღრძილების ანთებასთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყვნენ უჟანგბატო პირობებში მცხოვრები ბაქტერიები. ანუ იმ ნაცხის ანალიზში მე ვერ ვიპოვი იმ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება არიან გამოწვევი ამ დაავადების. ანუ აპრიორი არასორია, ვერ იპოვე. აი, რომც იპოვო, გავაკეთე. ერთადერთი მეთოდი, რისაც შეიძლება რომ იპოვო, ეს არის PCR, ანუ პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია. ხო, ნუ ეს PCR-ი ყველა მის უკვე COVID-ის გამო, კი ბატონო. და ან თუ იპოვე, ეს DNS-ზე. გიცვლის მკურნალობის აი, სტრატეგიას? აქ გააჩნია უკვე რა იპოვე.
აჰა. ანუ PCR-ის შემთხვევაში თუ აღმოაჩინე აგრეგატი ბაქტერიაქთი და მიცეთებ კომიტანს ესეთი გრძელი და სასაცილო სახელი ქვია ერთ-ერთ ბაქტერიას, ამ შემთხვევაში შეუნდა დანიშნო ფაქტოსპექტრის ანტიბიოტიკი. ანუ უნდა არა თუ კლინიკური სიტუაცია გაძლევს რა, ანუ ამის პირობებს, აი ახალგაზრდა, ის თქვა ის 16-17 წლის გოგორო ყოფილიყო, რომელსაც ვიპოვე. აჰა. ამ დროს ანტიბიოტიკოთერაპია ვიცი კლინიკური მდგომარეობიდან რომ დასანიშნია, იმიტომ რომ მას წინასწარ განწყობა პაროდონტიტის მიმართ, იმუნური პასუხი ძალიან ცუდი. რა ვიცი, უკვე კბილი დაკარგა, ამ შემთხვევაში უნდა დავნიშნო, მაშინ თუ ვიპოვე ეს ბაქტერია, მაშინ უნდა დავნიშნო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, მაგალითად ამოქსიცილინის ჯგუფის და პლუს მეტრაინდაზოლი. ანუ ეს ვიცით, მაგრამ თუ ეს აგრეგატი ბაქტერია ვერ ვიპოვე, მაშინ ფაქტო სპექტრის, ანუ ამოქსიცილინის დანიშვნას აზრი არ აქვს. მაშინ შემიძლია მხოლოდ მეტრაინდაზოლი დავნიშნო. მაგრამ ეხლა დგას საკითხი, რომ ყველა პაციენტთან შემიძლია რომ გავაკეთო ეს ანალიზი დღეს საქართველოში და დღეს არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ადგილზე აკეთებს ამ კვლევას, PCR-ს, პაროდონტოპათოგენების და მისი აღება, ანუ ამ ბაქტერიების მოძებნა ხდება პაროდონტული ჯიბიდან და სპეციალურად პატრა ნემსივით ფეიფერებს ვეძახით, ანუ ქაღალდის ნემსივით რაღაცა ესეთი ინსტრუმენტია, ასე რომ თქვით, რომელსაც ჩაყო პაროდონტულ ჯიბეში და იქიდან იღებ. არავითარ შემთხვევაში ის ნაცხის ანალიზი რაც ტარდება ხო, რაც არის პოპულარული. ლაბორატორიაში. ანუ ეს უნდა გააკეთოს სტომატოლოგმა თვითონ. და მე სპეციალური სინჯერებია, რაშიც დებდა და აგზავნი ლაბორატორიაში. საქართველოში იყო ერთ-ერთი ლაბორატორია, რომელიც თვითონ არ აკეთებდა, არამედ გერმანიაში აგზავნიდა, ხა რეკლამაში ვარ შეგვითხოს, არ ვიტყვი მაგ მის სახელს და როცა გავიკითხეთ ფასი და დრო რამდენ ხანში გაკეთდება, საუბარი იყო დაახლოებით 600 ლარზე და იყო საუბარი იმაზე, რომ 2 კვირა უნდა ელოდო პასუხს. ხო და ანუ დღეს არ გვაქვს ამის საშუალება. ანუ შეიძლება პაციენტს 600 ლარიც არ დაუჭდეს იმ თავისი პაროდონტიტის მკურნალობა და დიაგნოსტიკურ საშუალებაში გადაახდევინო ამ ხელა თანხა, როდესაც შენ ემპირიულად, ანუ ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით იცი რა პაროდონტოპათოგენებზეა საუბარი და შენ იცი რომ ყველა ვარიანტში მექანიკურად უნდა მოაცილო ეს ბიოპკი, ანუ როგორც პაციენტმა უნდა ისწავლოს ამის გაკეთება სახში, ასევე კლინიკაში უნდა ჩაატარო გრძილზე და გრძილქვეშა ინსტრუმენტირება და მხოლოდ მე თუ არა გაქვს შედეგი შეგიძლია რომ დანიშნო ანტიბიოტიკი. აზრი. ხო, ანუ მე ამის გარეშეც შემიძლია ეს გავაკეთო, იმიტომ რომ კლინიკური სურათის მიხედვით იღებ გადაწყვეტილებას, ხო? კი ბატონო, ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია ზოგადად პაციენტებისთვის, ისე რომ იცოდეთ, აღმოჩნდა რომ ნუ ჩვენ საქართველოში მე არ ვიცი თუ არსებობს პირისღრუს მიკროფლორის რაიმე ბაზა, ანუ სტატისტიკა საქართველოში რა პაროდონტოპათოგენებია, ან თუნდაც კარიესოგენური პათოგენებია და არა, ევროპაში არსებობს. და მაგალითისთვის მოროკო არის ქვეყანა, სადაც თურმე 50% პაციენტებს აქვთ ეს ამიტომ ეს ბაქტერია მოკლედ რო ვთქვა, აგრეგატი ბაქტერია. მაგრამ სხვა ევროპულ ქვეყნებში 10%-ს არ აღემატება. ამიტომ დღეს ამბობენ, რომ აი რატო უნდა დავნიშნოთ მაშინ. ანუ აქაც არის, იქაც არის, მაგრამ უბრალოდ სურათი არ რაოდენობა, ანუ ეხლა 10 პაციენტიდან 100 პაციენტიდან თუ 90-ს არ აქვს, თუ თქვა მჭირდება 10 პაციენტს რომ დაუნიშნო, ხო? ესეთი მძიმე კლინიკური სიტუაცია მაქვს. ეხლა ისევ და ისევ ამათიდან შეიძლება ერთს კონდეს ის აგრეგატი ბაქტერია, რომელსაც 2 ანტიბიოტიკის დანიშვნა ჭირდება და დანარჩენ 9-ს არ. და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ანტიბიოტიკს ნიშნავს, რაც უფრო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ნიშნავს, მით რო დიდი არის რეზისტენტობის განვითარება. კი ბატონო. და ეს ბაქტერიების ამასობა შეიცვლის ფორმას და იმ რაღაცა გველეშაპებად გადაიქცევიან, კი ბატონო. ხო, ნუ ზოგადად ისედაც ხო, აი ამ ეს რეზისტენტობა რო სერიოზული გამოწვევა და პრობლემა არის და ესეთი ჩუმ პანდემიას მაგიტომაც ეძახიან ხო რომ ინფორმირებულობა საბალია შედარებით და სულ უნდა ვიმეოროთ ერთი რაღაც რომ ეს მარტო ერთი ადამიანის ინდივიდუალურ ჯანმრთელობაზე არ არის ეს არის გლობალური 3 მილიონი ბავშვი რომელიც 2022 წელს დაიღუპა ამ რეზიდენტული ბაქტერიებით ის იმ ბავშვების ბრალი არ იყო ჩვენი ბრალი იყო რომლებმაც სხვადასხვა დროს არამიზნობრივად გამოვიყენეთ ანტიბიოტიკები კი ბატონო და ამით ხელი შეუწყეთ რეზიდენტული შტამების გაჩენას ანუ მდგრადს ანტიბიოტიკების მიმართ თეა კიდე ერთი საკითხი რომელიც მინდა რომ გავიაროთ ეს არის მკურნალობის მეთოდები, მაგრამ სანამ გადავალთ მკურნალობაზე და შემდეგ პრევენციაზე, ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდა, როცა შენი სტუმრობის შესახებ ინფორმაცია დავდეთ ჯანმრთელობის დღიურების გვერდზე და მოდი რაღაც ნაწილი ამ კითხვების გავიაროთ და შემდგომ გადავიდეთ მკურნალობასა და პრევენციაზე და შემდგომ ისევ კიდევ დავასრულოთ მე ამ შეკითხვებით, იმიტომ რომ ისე გამოდის ხოლმე რომ ჩვენი პოდკასტების დროს
ისეთ ბევრ საკითხს ვეხებით ხოლმე და მე რისკინთ ხოლმე რომ მათ შეკითხვებს ვერ ვსვამთ ვისოყდურეს Instagram-ზე და ამის გამო ცოტა ფორმატ შევცვლი შენთან დაკავშირებით. პირველი შეკითხვა რომელიც მინდა რომ დაგისვა და იმიტომ რომ თან კარგად ებმის, იმიტომ ჩვენ ვახსენეთ შეცვლილი დიაგნოზები და ასე შემდეგ არის კოლეგა ალექსანდრე შენგელაია რომელმაც დასვა ასეთი შეკითხვა. სანამ შეკითხვას დავსვამ, აქვე მინდა ვთქვა, რომ შეკითხვა ესა კითხვა სახელებსა და გვარებს როცა ვამბობთ, ვეკითხებით ამ ადამიანებს, როცა კითხვებს იწერება, შეიძლება თუ არა, ხო, როგორ ურჩევნიათ, სახელები და გვარები გამოვაცხადოთ, თუ უბრალოდ შეკითხვა გავაშღეროთ, რა თქმა უნდა, ეს ალექსანდრესთანაც დავაზუსტეთ. პირველ რიგში გამარჯობა, ქალბატონ თეანაცვლიშვილთან მექნება ასეთ შეკითხვა, რატომ არის სტომატოლოგიური დაავადებებიდან დღევანდელი კლასიფიკაციის მიხედვით პაროდონტოზი ამოღებული? და დღეის მონაცემებით, რაც სამედიცინო სახელი ჰქვია ამ დაავადებას, მოხარული ვიქნები თუ ეს კითხვა გაჟღერდება სტუდიაში. მადლობა წინასწარ. მადლობა ალექსანდრეს ამ კითხვისთვის. ნუ ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე კოლეგებთან ხოლმე, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც დღეს რუსულ კლასიფიკაციას მიყვება, იქ კიდევ პოულობენ ამ დიაგნოზს და თავისთავად ვინც რუსულ ლიტერატურას კითხულობს, ის დარწმუნებულია, რომ ეს დაავადება არსებობს. ანუ ეს დღესაც არის რუსეთში. დღესაც არის, დღესაც იგივე პრობლემა არის სხვათა შორის. მაგრამ თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე, ანუ ჩვენ ბოლო კლასიფიკაცია პაროდონტოლოგიაში, მსოფლიო კლასიფიკაცია დაგვიწერეს შექმნეს 2017 წელს, ნუ გამოქვეყნდა 2018-ში, ხან 17-ს ამბობენ, ხან 18. მანამდე იყო 1999 წლის და კიდე მანამდე იყო 99 წლის. და ეს 99 წლის კლასიფიკაციაშიც კი არ იყო პაროდონტოზი ნახსენები. წარმოიდგინეთ, რამდენი წელია მსოფლიო აღარც კი ახსენებს, ანუ რამ ეგეთ კითხვა რომ დაუსვა ხა ევროპელ ან ამერიკელ კოლეგას, რას ეკითხები, რომ აი ის ძველი დიაგნოზი რო იყო ოდესღაც მაგას კეთებს. იმიტომ რომ პაროდონტოს თავის დროზე ეძახდნენ ზუსტად იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც ვიზუალურად თითქოს ნადები და ქვა არ ქონდა, თითქოს ღირსანთება არ ქონდა, მაგრამ ჯიბეები ხო უჩდებოდა და კბილები ეკარგებოდათ. იმ პაციენტებს ეძახდნენ ევროპაში და ამერიკაში პაროდონტოზის დიაგნოზი, იმიტომ რომ თვლიდენ რომ არაანთებითი იყო ეს დაავადება. მერე უკვე როდესაც ლაბორატორიული კვლევის მეთოდები დაიხვეწა და ჰისტოლოგიურ დონეზე ნახულობდნენ, რომ იქ ბაქტერიაც არის და იქ ანთებით ინფილტრატიც გროვდება, შენ კი ვერ ხედავ ანთებას, მაგრამ უჯრედულ დონეზე მიდის. შესაბამისად, უკვე ეს დიაგნოზი ჩაიხსნა და უკვე ისევ პაროდონტიტში, ანუ ანთებით დაავადებაში გადავიდა. მაგრამ და ეს იყო 70-იან წლებში. ანუ 70-იან წლების მერე პაროდონტოზი არც ერთ საერთაშორისო კლასიფიკაციაში არ არსებობდა. მაგრამ ჩვენ თუ რუსეთის მხარეს გადმოვოდ რა ხდებოდა და ეს პერიოდი, როცა იქ პაროდონტოზი არსებობდა, იყო 20-იანი, 30-იანი, 40-იანი და ნუ 70-იან წლებამდე, ხო? ეს პერიოდი არის, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი. ანუ დახურულია ეს ყველაფერი, გარედან შიგნით ინფორმაცია და პირიქით არ მოდის და ყველა გრძილის დაავადებას რუსი ექიმები ეძახდნენ პაროდონტოს. იქნებოდა ანთებითი თუ არა. მერე ნელ-ნელა რატომღაც ისე გადაწყდა, რომ მხოლოდ არაანთებითი დაავადება, ანუ რო ვერ ხედავ შენ ანთებას, მაგრამ გრძილები დაბლა იწევს, მაგას დარქმეოდა და საბოლოო ჯამში ეს დიაგნოზი მეც ეგრე ვისწავლე. საბოლოო ჯამში ეს დიაგნოზი მიეჯაჭვა გრძილის რეცესიას. ანუ იმ დროს, როდესაც გრძილის, ასე რომ ვთქვათ, განლევა, თუმცა ეს ძალიან არასწორი მგონია ხოლმე, რომ ესე ამბობენ, იმიტომ რომ განლევა ყოველს გონია, რომ თავისით იწყებს გრძილი გაქრობას. ანუ აი ესე განლაგდა ვარსკვლავები ცაზე. ხო და ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ლოკალური სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენის შედეგად და კონკრეტულად ვიცით რის შედეგად ვითარდება და შესაბამისად ასევე ვიცით კონკრეტულად როგორ უმკურნალო და აი წარმოიდგინეთ ახლა რომ ადამიანებს გონიათ რუსეთში დღემდე რომ პაროდონტოზი არის მდგომარეობა, როდის დროსაც ქსოვილებში ხდება დისტროფიული ცვლილებები, ანუ იშლება ეს ქსოვილები თავისით. და მიზეზი შეიძლება იყოს ლიტერატურაში ესე უწერიათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კუჭლაწყობის თუ ენდოკრინული სისტემის დაზიანება, ნერვული, ტროფიკის და ასე შემდეგ. მერე აქვე ისმევა კითხვა, თუ ეს დარღვევები იწვევს პაროდონტოს, ანუ გრძილის განლევას, მანახეთ ადამიანები, ვისაც არ აქვს ეს დარღვევები. ვინმეს რამე ერთი მაინც ექნება, ხო, ორგანიზმში. მანახეთ მაშინ ადამიანები, გააღებინეთ პირი, ვისაც აი ამ ვისაც დარღვევა აქვს, რომ რეცესია ყველასა აქვს. ანუ პაროდონტოზი ყველასა აქვს და იმავე ლიტერატურაში წერია, რომ 1-3%-ია გავრცელება. ესე იგი, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების რიცხვი არის ძალიან ცოტა მსოფლიოში.
მაგრამ პაროდონტოზი არის 1-3%. როგორ ანუ არ შეესაბამება. და პლუს კიდევ დამტკიცება მინდა იმისა, რომ არ არსებობს ეს დიაგნოზი, რატო არის, რომ ეს ვიზუალური კლინიკური სურათი, რომ ღრძილები იწევს, არის მხოლოდ გარედან და არ არის თქვათ ენის ან სასისხვრიდან. იქ რა ნივთიერებათა ცვლა არ დაირღვა, აი კონკრეტულად აქ დაირღვა, ხან არის 1 კბილზე, ხან 3-ზე, ხან 10-ზე, ხო? ანუ თუ მთელი ორგანიზმი არის ამაში ჩათრეული, მაშინ კი კონკრეტულ კბილებზე ბატონო. რატო? გამომდინარე აქედან არ არსებობს ესეთი დაავადება, დღეს მას მსოფლიო და საუკუნეა ეძახის რეცესიას. რეცესია არის ადგილობრივი ფაქტორების ეს იქნება აგრესიული ხეხვა თუ არასწორად მიმაგრებული ლაგამი თუ კბილის არასწორი დგომა თუ მერე უკვე სხვადასხვა იატროგენული ფაქტორები, ანუ არასწორად ბჟენის გაკეთების დროს შეიძლება რაღაც დატრაუმირდეს თუ თხელი, ღრძილი აქ, ან ასე შემდეგ და მაგის გამო დაიკარგოს ღრძილი. თე ანუ რასაც ჩვენ საუბრობ ახლა ღრძილების დაავადებებიო, ხო? აქაც მოდი ორი სიტყვა დავამატოთ, რომ პაროდონტიტი არ არის, ხო, ერთადერთი დაავადება პაროდონტოლოგიაში. კიდე რომელი დაავადებები შეიძლება იყოს და რაებს შორის მოუწევს დიფერენცირების გაკეთება ექიმს, როცა მივა. ნინო. ეხლა ძალიან ისეთი კითხვა დასვი, მ. ჩამონათვალი დაავადებების არის 4 თუ 5 გვერდზე ჩვენს კლასიფიკაციაში და ამიტომ ყველაზე მარტივი და ხშირი იქნება ეს არის გინგივიტი, მხოლოდ ღრძილის ანთება, უფრო შორსწასულ ფორმებში პაროდონტიტი, თუმცა ასევე შეიძლება იყოს სხვა მდგომარეობები, რომელიც არ არის ჩვეულებრივ ღრძილის ანთებასთან დაკავშირებული და ამიტომ ძალიან ძნელია ახლა დიდი დრო დაგჭირდება ამბობ. ხო, ეს რატომ მინდოდა კიდე დაგვეზუსტებინა, იმიტომ რომ აი ეს დიაგნოზები რო თქვი რამდენიმე ფურცეზეა ჩამოწერილიო, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე სტომატოლოგია გაიგივებული მეცნიერებასთან, რომელშიც რამდენიმე დიაგნოზია სულ 2-3, რაც სინამდვილეში რა თქმა უნდა. სტომატოლოგები ხო ერთი კბილის ექიმები ვართ. ხო, რაც რა თქმა უნდა ესე არ არის, ხო? ესეთი შეკითხვა აქვს გიორგის. ბოლოს რომ სტომატოლოგთან ვიყავი, მითხრა რომ ღრძილები მაქვსო დაწეულიო და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამის გამო შეიძლება დავკარგო კბილებიო. ისევ და ისევ სწორი დიაგნოზი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ღრძილი შეიძლება იყოს დაწეული პაროდონტიტის გამოც, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ღრძილის რეცესიის გამოც. ანუ თუ პაროდონტიტზია საუბარი, მაშინ კი, ბოლო არის კბილის დაკარგვის, მაგრამ თუ რეცესია აქვს, თუ არ იმკურნალებს იმ შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა. თუ რეცესია აქვს, არა, რეცესია არ არის კბილის დაკარგვის მიზეზი. კი ბატონო, აი აქ ხა ჩვენი მეგობარი სახესა და გვასა დავასახელებ, რომელმაც კომენტარი შემოგვაშველა, რომ ესეთი ველურად ვიხეხავო კბილებსო და შეიძლება თუ არა თეა, რომ ეს იყოს რეცესიის მიზეზი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხოლმე აგრესიული ხეხვა და თან საინტერესო რა არის იცი, რომ მემარჯვენეები იწყებენ მარცხიდან ხეხვას, მემარცხენეები პირიქით და რო ხედავ ხოლმე რომ მარჯვენა მხარესაა გაცვეთილი, თქვენ შემთხვევით საცია ხომ არ ბრძანდებით და ეს ნუ გიждდება პირველად ნახე ხო საიდან დაიგე და ასე რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კბილების ხეხვა არ უნდა გავდეს გამურული ქვაბის ხეხვას, ანუ კბილიც და ღრძილიც არის ჩვენი ორგანოები და ჩვენი ნაწილი და ნუ დავაზიანებთ მათ, უნდა გაკეთდეს სწორი ხეხვა და არა აგრესიული. სწორი, ხო ამ ტექნიკაზე ბოლოს ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს ეს ტექნიკა და რატო ესეთი მნიშვნელოვანი. შეიძლება თუ არა სოფო ქავთარაძე გვეკითხება რომ სტრესმა ან ცუდმა კვებამ ღრძილებზე იმოქმედოს. რა თქმა უნდა. ესე იგი არის ესეთი ასე რომ ვთქვათ მდგომარეობა, რომელსაც ქვია ნეკროზული გინგივიტი ან პაროდონტიტი. და ძალიან ხშირად, მაგალითად ომების პერიოდში იყო აღწერილი, რომ ამ ჯარისკაცებს ემართებოდათ ეგ მდგომარეობა, როცა ღრძილები უნეკროზდებოდათ. იმიტომ რომ აქ იყო იმუნური სტატუსის ისეთი ცვლილება, რომ იმ თავის საკუთარ მიკროფლორაზე ორგანიზმი იწყებდა ქსოვილების დანეკროზებას და ეს არ არის ძველი თემა. ანუ შეიძლება თუ არ გავიდეს, რომ ჩვენთან არ მოვიდეს ეგეთი პაციენტი, ვისაც მსგავსი აქვს, იმის გამო რომ რაღაც სტრესი გადაიტანა, არა იმეც სერიოზული დაავადება გადაიტანა, ამ ძიმე მწეველია მაგალითად. რაც შეეხება კვებას, მაგალითისთვის სოფლიოში ცნობილი არის სურავანდი, რომელიც არის C ვიტამინის ნაკლებობის გამო. და შენც ძალიან კარგად იცი ჯეიმს ლინდის კვლევა, ხო, ის ითვლება პირველ ექიმად, რომელმაც პირველი, ასე რომ ვთქვათ, ჯგუფებად დაყოფილი კვლევა ჩაატარა და ფუძემდებლად ითვლება რეალურად კვლევების ზუსტად სურავანდის მქონე პაციენტებზე. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, კვებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი ბატონო. ლევანი კიკნაველიძე გეკითხება, დაწვრილებით რომ აგვიხსნათ რა სხვაობაა კბილის ექიმს ან სტომატოლოგს და პაროდონტოლოგს შორის ერთთან რო ვიარო, მეორე აღარ დამჭირდება?
კბილის ექიმი ანუ სტომატოლოგი არის უბრალოდ მიმართულება მედიცინაში, რომელიც იყოფა კიდე რაღაც დარგებად. საქართველოში გვაქვს სპეციალიზაციები და არის თქვა თერაპევტი, სტომატოლოგი, ქირურგი, ორთოდონტი, ორთოპედი და ყასახის ქირურგი. მაგრამ საქართველოში არ გვაქვს სპეციალიზაცია პაროდონტოლოგიაში. ყველა თავის საქმეს აკეთებს, ხო? ანუ თერაპევტი კარიესებს ბჟენს და არხებს მკურნალობს, თქვა ენდოდონტიას ეძახიან. იქ ქირურგი რაღაც ქირურგიულ манипуляციებს, მათ შორის კბილის ამოღებასაც აკეთებს, ორთოპედი გვირგვინებს აკეთებს და ასე შემდეგ და აი პაროდონტოლოგია, რომელიც საქართველოს ესე ცალკე გამოყოფილი არ გვაქვს და ფაქტიურად გამოვიდა, რომ დიპლომი ამაში არ არსებობს საქართველოში და წელს მხდაწილად რომ მივიღე იტალიის თვითნაბადი ექიმები ხართ ხო, პაროდონტოლოგები. მაგრამ მე წელს უკვე აღარა ვარ შენ თვითნაბადი აღარა ექიმი, ხარ, იმიტომ რომ კი სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე 3 წლიანი პაროდონტოლოგიაში და ვარ მაგისტრი მეცნიერების პაროდონტოლოგიაში იტალიაში. შესაბამისად, ჩვენ ვკურნავთ მხოლოდ გრძილებს. ამიტომ ეხა თუ საკითხი დადგა იმაზე, რომ რაზე დადიხარ შენ კბილის ექიმთან რა გსურს, თუ გსურს ჟენის გაკეთება, ჩემთან ვერ მოხვალ. მაგრამ თუ მაგალითად გჭირდება კარგი ნადების პროფესიული მექანიკური მოცილება, გრძილების და ზოგადად კბილების ჯანმრთელობის შეფასება და შემდეგ თუ რაიმე გრძილებზე გაქვს პრობლემა, რა თქმა უნდა, უნდა მოხვიდეთ ჩემთან, იმიტომ რომ თერაპევტი ვერ დაგეხმარებ. კი ბატონო. აა ერთი საინტერესო ცოტა დიდი თემაა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უკვე ბოლოსკენ გავდივართ, მოდი მოკლედ რო უპასუხოთ, რომ რა კავშირში არისო ირაკლი გვეკითხება, რა კავშირშია გრძილების ანთება და გულის ავადმყოფობები ერთმანეთთან და ეს კავშირი მართალია თუ გადაჭარბებულია? არ არის გადაჭარბებული, ნამდვილად მართალია და ბევრი ესე იგი ვორქშოპები ტარდება კარდიოლოგებსა და სტომატოლოგებს და კონკრეტულად პაროდონტოლოგებს შორის მსოფლიოში, იმიტომ რომ არსებობს პირდაპირი კავშირი, მაგალითად ის პაროდონტოპათოგენები, ანუ ის ცუდი ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ პაროდონტის თუ დისბიოსი მოხდა ჩვენს პირის ხუში და იმუნურ სისტემასთან რაღაცა განხეთქილება, ისინი ყოველი კბილის გამოხეხვის დროს, როდესაც შენ სახლში კბილებს იხეხავ და სისხლდე ნაკაკ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდებიან. თუმცა მეორე მხარეც ვთქვათ რა, ამ ბაქტერიებს თვითონ შეუძლიათ რომ შეაღწიონ ქსოვილებში და თუნდაც დამტკიცებულია რომ იმუნურ უჯრედებშიც შეუძლიათ დაჟე რომ შეაღწიონ და იქ იცხოვრონ. ამიტომ ჩვენი სისხლის მიმოქცევა ხო იმას ნიშნავს რომ ის მუდმივად ტრიალებს ხო ჩვენს ორგანიზმში და ეს ბაქტერიებიც იწყებენ ტრიალს და სისხლძარღვებში სადღაცას მიეწებებიან და იწყებენ წარმოქმნას იმ ათეროსკლეროზული ბალთების, რომლებიც შეიძლება გახდეს სისხლის სანთურის დაცობის მიზეზი. ნუ პლუს მე შეიძლება ეს ათეროსკლეროზული ბალთა მოწყდეს და სადმე სხვაგან წავიდეს და იქ დააცოს, ხო, მაგალითად შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან ბევრი ურთიერთკავშირის, ასე რომ ვთქვათ, მექანიზმები არის გამოკვლეული და დამტკიცებულია, რომ ნამდვილად არის ძალიან დიდი კავშირი. არა მარტო გულსისხლთან, თირკმლის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტი, ნუ დიაბეტზე აღარ ვლაპარაკობ, ეს გადაღიჭილი თემაა, ხო? ძალიან ბევრი, თუნდაც ნაწლავების ანთებითი დაავადებების ბევრი კავშირები აღმოჩენილი პაროდონტის დაავადებებსა და სხვა ორგანოების დაავადებებს შორის. კი ბატონო. და კიდევ მეტი ინფორმაცია გვხვდება ხოლმე ამ ბოლო დროს, თუმცა მინდა რომ გავაფრთხილოთ ჩვენი მსმენელიც, რომ აი თუნდაც მაგათაც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვრცელდებოდა ალცჰაიმერის დაავადებასა და სხვა მიკროორგანიზმებში არსებულ სხვა მიკროორგანიზმებთან კავშირი და ესენი არ არის მაღალი დონის მტკიცებულებებით გამყარებული კვლევის შედეგები. ხო, ასე რომ ასეთი მტკიცებითაც ამაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა ის რაც თეამ თქვა, ეგენი ვიცით უკვე, ეს თლათ ახალი ამბავი არ არის. ესე იგი, ქეთო კობაიძე გვეკითხება, რომ რა ესა პირისროს მიკრობიომი ბავშვებში როგორ ფორმირდებაო და რა ვქნათო, რომ ბავშვს თავიდანვე სწორად ჩამოუყალიბდესო და ასევე ზურა მარგველაშვილი გვეკითხება ესეთ რაღაცას, რომ კვებაო გრძილების ჯანმრთელობის ამდენად მნიშვნელოვანია და ტკბილეული მართლა აზიანებსო, თუ ეს სტომატოლოგების მიერ არის გადაჭარბებულიო, აი ეს ჩვენებებიო და მოდი ეს შეკითხვები გავაერთიანოთ. მოდით მაშინ იცით როგორ გავცემ პასუხს პირველ კითხვაზე, რა არ უნდა გააკეთო. ალოგილი კოზი ბორს პირში არ უნდა ჩაუდო. იმიტომ რომ შენ უკვე გააკ ეს პაროდონტოპათოგენი იქნება თუ სხვადასხვა კარიესოგენული ბაქტერიები და მით უმეტეს თუ შენი პირისგულის ჯანმრთელობას არ აქცევ ყურადღებას, შენ აპრიორი ამ ქმედებით ჩუქნი ბავშვს ამ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება და წლები გასულიყო და მერე მიიღო და არა ეხლა. კი ბატონო. ამიტომ ეს არ უნდა გაკეთდეს. ყველას ეს ჰიგიენური რაღაც ნორმები უნდა არსებობდეს დაცული სახლში, მე რა რომ დედა ხარ, მე რა რომ თქო შვილია და ასე შემდეგ.
პლუს რა თქმა უნდა, ის დაბლენდერებული თუ ის, რა ვიცი, სწრაფი კვების ობიექტებში მიღებული საკვები ასევე რა თქმა უნდა არ არის კარგი, იმიტომ რომ ჩვენ კბილები იმისთვის გვაქვს, რომ ვღეჭოთ და მყარი საკვები გადავიმუშავოთ და რაც უფრო რბილია და რაც უფრო წებოვანია საკვები, მით უფრო მარტივად ხდება მათი აკუმულაცია კბილებზე, კბილთა შორის სივრცეებზე, ღრძილის ღარებში და ასე შემდეგ და აჰა. თავისთავად ამ ბაქტერიების გამრავლებაც უფრო მარტივად ხდება. და გამომდინარე აქედან ესეც რა თქმა უნდა იყოს გაკონტროლებული. მაგალითად, ჩემი შვილი იმის გამო რომ დაბლენდერებულს არაფერს არ ვაძლევდი, დღეს მაგალითად პიურეს არ ჭამს. ანუ ვერ აღიქვავს ხო, საკვებად იმ რბილ რაღაცას. კი ბატონო. მას უნდა მიცე, რა ვიცი, რაღაცა ყაურმა, ან რაღაც ესეთი მყარი რაღაც უნდა მიცე, რომ ჩათვალოს, რომ საკვებს იღებს. შოკოლადს და ტკბილეულს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არ არის გაზვიადებული და ეს არის კვლევებით დამტკიცებული, რომ ის წარმოადგენს ძალიან კარგ საკვებ ნივთიერებას ბაქტერიებისთვის, მით უმეტეს კარიესოგენური ბაქტერიებისთვის, რომლებიც კარიესს იწვევენ. თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ არა საკვების ხარისხობრივ, ასე რომ ვთქვათ, შემადგენლობას აქვს მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ თვითონ რაოდენობრივად რამდენჯერ იღებს ადამიანი, იმიტომ რომ მაგალითად არიან პაციენტები, ბავშვები, რომლებიც არ იღებენ ნახშირწყლებს, ანუ არ იღებენ აი ესეთ ცუდ პროდუქტებს, აჰა. მაგრამ ხო, ყოველ თუ წუთას ნაკლებს რაღაცას რა თქმა უნდა. ხო. აცმაცუნებენ. ხო, განსაკუთრებით ის მახსენდება ხოლმე ეზოში რო ჩაყოთ სასეირნო და კიდე კონტეინერებით საკვები რო ჩააქვთ დედებს ან ძიძებს ან ბებიებს და კიდე ოღონდ ბავშვმა ჭამოს მუდმივად პირში რაღაცას რო ტენიან. ანუ გახსოვთ ჩვენი ბავშვობის დროს თუ ახალგაზრდობის დროს იყო ერთ-ერთი სახეჭი რეზინის რეკლამა, როდესაც საკვებს იღებ, ჩვენი ნეიტრალური გარემო გადადის მჟავე გარემოში პირის ღუში და მოდი ახლა დაღეჭე სახეჭი რეზინი, რომ ისევ ნეიტრალურში გადავიდეს, ხო? ანუ რეალურად ეს ჩვენი პირის ღუს, ასე რომ ვთქვათ, pH-ი, რასაც ვეძახით, ხო, გარემო არის ნეიტრალური, ნორმაში. რომ ნერწყვი ყოფილა ნეიტრალური. და ეს pH-ი 7-ია ჩვენთვის. მაგრამ მე, როდესაც 2-სკენ 3-სკენ ეცემა, მჟავიანობა რო იმატებს, აი მაშინ იწყება მინანქრის დემინერალიზაცია, ანუ მინერალური ნაწილების გამოსვლა. და შენ თუ მუდმივად რაღაცას ღეჭავ, უბრალოდ ჭამ საკვებს, სულ რო აცმაცუნებ, სულ მჟავიანობაში გაქვს ეს შენი პირის ღუს გარემო. გამდინარე აქედან იწყება რა? კარიესი. ამიტომ მარტო ის არ არის რომ რა ვაჭამოთ. კვებებს შორის მაზე შუალედი, არის, ხო? ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხემსებზე და ცმაცუნზე ცმაცუნზეც, ლაპარაკი. ეგ კი, არის. კი, კი. ნუ ეგ მარტო ხა პირის ღუს ჯანმრთელობას არ ეხება, ხო? ეგ ზოგადი რა ჯანმრთელობისთვისაც, თქმა უნდა. ზუსტად იგივეა იქ ინსულინის დოზის კონტროლია გართულებული მაგ შემთხვევაშიც და რა სხვა თქმა უნდა. დაავადებების რისკიც კი, იმატებს. ამიტომ ჯანსაღი კვება გულისხმობს არა მარტო სწორ კვებას, სწორი პროდუქტებით, არამედ სწორი დოზირებით და რაოდენობით კვებასაც. კი ბატონო. კი ბატონო და აი ერთი ესეთი შეკითხვა აქვს მარინას, ნაწილობრივ პროთეზზე ვარო. მაგანაც შეიძლება თუ არა გრძილების ანთება გამოიწვიოს. თვითონ პროტეზს არ შეუძლია, რა თქმა უნდა, აჰა. იმიტომ რომ აქ როდესაც გრძილების ანთებაზეა საუბარი, ანუ გინგივით მე მგონი საყარებთან პროექციაზე საუბარი. ლორწოვანის დაავადებაზე შეიძლება და ანიმაზე ხო რა თუ პროთეზი მაქვს და და იქ სადაც კბილები არა ეხება. მაქვს, არა კბილები არა მაქვს დაუშვათ. ხო, არა, ამ შეიძლება შემთხვევაში თუ არა. ნაწილობრივი იყო, ანუ რაღაც კბილები არის კიდევ. ხო. ხო და ესეთი პირდაპირი კავშირი არ არსებობს, რა თქმა უნდა. უბრალოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროთეზი მექანიკურად ატრავმირებს, იმიტომ რომ ან არასწორად იდება, ან რაღაცა, ვთქვათ, შეიცვალა პოზიცია, ხო, შეიძლება დიდხანს ატარებდეს და რაღაცა კბილებმა ცოტა პოზიცია შეიცვალა და თავისთავად გრძილზე ცუდად ეხება, ხო? ეს პროტეზი ამ შემთხვევაში შეიძლება მექანიკური ტრავმის გამო გამოიწვიოს. ანუ ერთი ყველაზე ცუდი ვარიანტი, რომ კბილებს უკარგავენ ადამიანები, უფრო ნაკლებად უვლიან თავის პირის ღუს, მაინც არ მაქვს და ეხლა რაც დამჭა, ეხლა რა საჭიროა მის მოვლა და გამოდის, რომ ბაქტერიები უფრო მეტი უგროვდება და ამის გამო ვითარდება და დროში ემთხვევა პროტეზების დარებას. კი ბატონო. თეა, ცოტა ხანი ამას ისე მიუბრუნდები და მოდი, ახლა ბევრჯერ ახსენე და აქცე ბევრი შეკითხვა არის, ამიტომ გავაერთიანებ ამებს, ხო? აი ჰიგიენაზე და ჰიგიენის მნიშვნელობაზე. ეხლა რამდენიმე წუთს წინ საუბრობდი ასევე ბავშვებზე, ხო? მოდი დავიწყოთ ბავშვებიდან. ყველაზე ხშირად ასმული შეკითხვები რაც არის ხოლმე, რომ აი როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, კბილების გამოხეხვა, კბილის ძაფის გამოყენება იქნება თუ ნუ რა სხვა საშუალებები ამაზეც ასევე ვისაუბროთ. და შემდგომში უკვე დიდობაშიც დღეს ყველა ეს თანამედროვე რომელიც საშუალებები გვაქვს, იმიტომ რომ მაგალითად ნატა გვეკითხება ტყემალაძე, რომ ყავს მოზარდი შვილიო 13 წლის, შეიძლება ბავშვს ჰქონდეს პაროდონტული პრობლემებიო, როდის იწყებაო საერთოდ ეს პაროდონტიტიო, რომელ ასაკში არის დამახასიათებელიო, ხო? ძალიან კარგი. დავიწყოთ თავიდან და გავყვეთ ბოლოში მაშინ. ესე იგი დავიმახსოვროთ ყველა ეს ფრაზა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირველივე კბილის ამოსვლისთანავე პირის ღუს ჰიგიენა უნდა დაიწყოს ბავშვმა.
თვითონ ვერ დაიწყებს თავისთავად. ანუ მშობელმა უნდა დაიწყოს მის პირისყრის ჯანმრთელობაში და ზრუნვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობელმა უნდა გამოუხეხოს კბილები. რა თქმა უნდა, შეიძლება ჯაგრისი ვერ გამოიყენოს, მაგრამ არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი, ასე რომ ვთქვათ, თითის ჯაგრისები და იმით შეიძლება რომ გააკეთოს. ასევე პირველივე კბილიდან არის სასურველი, რომ პტორირებული კბილის პასტები იყოს გამოყენებული. და ისევ და ისევ ის ადამიანები, ვინც მხოლოდ რუსულ ლიტერატურას კითხულობენ და ჩვენ ვიცით, რომ მეცნიერება რუსეთში ყოველ შემთხვევაში სტომატოლოგიურ დარგში არ არსებობს, ანუ ძალიან ცუდი ხარისხის კვლევები კეთდება, რის გამოც ძალიან კორუფციის გამო. არასწორი, ასე რომ ვთქვათ, დასკვნები კეთდება. იქ არის საუბარი იმაზე, რომ კბილის პასტა არ უნდა შეიცავდეს ფტორს, იმიტომ რომ ეს მავნეა. და ეს არასწორია. მოდით ახლა მაშინ მაგალითს მოვიყვან, საულები, რომელიც თქვათ ყელის, აი ახლა მე რო ავათავარ, ვიყენებ სპეციალურ საწუწნებს თუ ასე რომ თქვათ საულებებს, ხო? საულებს ხო უწევია რომ გამოივლე, გადაანერწყვე და მორჩა. იქ არ წერია რომ გამოივლე და გადაყლაპე. მე რო ავდგე და მაგალითად იოდინოლის საულებები ხო არის, უყვარს ზოგს იოდის მარილის რაღაცების ჩაყარა, ბუნებრივი რაღაც საულებების გაკეთება. ხო, ეხლა იოდირის საულები რო დალიო, ბოლოს და ბოლოს მოიწამლები. მაგრამ შენ თუ გამოივლებ და გადაანერწყვებ, მაშინ არაფერი არ დაგემართება და იგივე არის კბილის პასტას არავინ არ ჭამს. და ადგილობრივად ფტორის ზემოქმედება მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, საბჭოთა კავშირს რო გავცეთ, სადაც კვლევები სწორად ტარდება, დამტკიცებულია, რომ ამცირებს კარიესის რაოდენობას. მაგრამ ისევ და ისევ მოდით ხაზი გავუსვათ. ჩვენ თუ კბილებს სწორად არ გამოვიხეხავთ და ნადები დარჩება, ის ფტორირებული კბილის პასტა ვერ შეაღწევს კბილის ზედაპირამდე და ვერ დაიცავს. ამიტომ ყოველთვის კბილის და გრძილის ანთებითი დაავადების პროფილაქტიკა იწყება სწორი მექანიკური წმენდით და მხოლოდ მის შემდეგ შეიძლება დამხმარე საშუალებები პასტა იქნება საულები, გელი თუ სპრეი თუ რამე სხვა, შეიძლება იყოს გამოყენებული. თავარი ჯაგრის გამოვიყენო და ტექნიკა იყოს სწორი. მაგრამ არ ეხლა დავაჭიროთ დგას, ტრამა არ ხო, მივაყენოთ და არც გრძილებს. ნაკლებად ნელა არ ისე ნაზად არ გამოვიხეხოთ. მაგრამ აქ მერე დგება შემდეგი საკითხი, რომ კარგი ბავშვს პატარა არის, დავიწყეთ კბილების ხეხვა, პტორირებული კბილის პასტა და რაოდენობაზე თუ რამდენი უნდა იყოს პტორი და ის არ შევჩერდა, იმიტომ რომ მაგი ყველაფერი ინდივიდუალურად ექიმმა უნდა აუხსნას დედას, როგორ ნახავს ის კბილის პასტა და ასე შემდეგ, შეარჩიოს და შემდეგ უკვე როდესაც ესე იგი 6 წლამდე არის ბავშვი თავიდან ხო ვერ იხეხავს, იმიტომ რომ ნუ არ შეუძლია. მე როცა იწყებს ჯაგრისის გამოყენებას, დედა უნდა ეხმარებოდეს ამის გაკეთებაში და არ უნდა იყოს იმის მიერთად, რომ 3, 4 და 5 წლის ბავშვი თავისი იდეალურად გამოიხეხავს. ვერ რა თქმა უნდა, ეხლა 60-70 წლის ადამიანები, რომლებიც მთელი სიცოცხლე იხეხავენ, იმათ უასწავლით კბილების ხეხვას და გაოგნებულები არიან, რომ თურმე არ მცოდია ამდენი წელი კბილების გამოხევა, როგორ შეიძლება ბავშვმა თავისით კარგად გაიხეხოს. და ამ დროს ძირითადად უნდა გამოიყენონ ჰორიზონტალური მოძრაობები, რომლებიც 6 წლის მერე უკვე ითვლება, რომ აღარ უნდა გამოიყენონ და ჰორიზონტალური მოძრაობა ზრდასრულ ადამიანმა არასოდეს არ უნდა გამოიყენოს. რადგან ბავშვობაში უჭირთ, დასაშვებია და ეს ყველაზე ეფექტურია. მაგრამ უკვე 6-7 წლის მერე, როცა ბავშვი ჩამოყალიბებულია, უსმეს დედას, მამას, შეუძლია გააანალიზოს, შეუძლია შეისწავლოს რაღაცები. მანუალური უნარების უკეთესი აქვს. კი, უკეთესი აქვს, შეუძლია რომ უკვე გადავიდეს გამოგვით მოძრაობაზე, ან ღარში და ტექნიკას ვეძახით. ეხლა ძალიან გამიჭირდება ამ ორ მოძრაობაზე საუბარი და ის, მაგრამ ესეც ინდივიდუალურად ხდება პაციენტის პირისყრის მდგომარეობიდან გამომდინარე შერჩევა, თუ რომელი ხეხვის ტექნიკა ჭირდება ამ პაციენტს. ასევე მნიშვნელოვანი კითხვა არის ელექტრო თუ ხელის ჯაგრისი. კვლევების მიხედვით, ხო, თუ ხელის ჯაგრისი იყენებ, 42% იწმინდება კბილების ნადების და თუ ელექტროჯაგრის 46, ანუ 4%-ია სულ განსხვავება. და ნუ ცოტათი უკეთესია ელექტროჯაგრისი, მაგრამ ისევ და ისევ. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ელექტროჯაგრის რო ეუბნები პაციენტს, ხო, თან შეამოწმე რამდენად სწორად აკეთებს ამას. იმიტომ რომ შეიძლება ეხლა მე მათ შქონ ძალიან მაგარი პირადი თვითფრინავი, მაგრამ მე იმას ვერ დავძრავ, იმიტომ რომ ის ტარება არ ვიცი. თუნდაც ზოგმა მანქანის ტარებაც არ იცის, მე რა რო პრავა აქვს და საჭესთან ზის, ხო? გამომდინარე, ხო, უკაცრავად მართვის მოწმობა. გამომდინარე აქედან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვაკონტროლოთ და ვნახოთ ის თითოეული პროდუქტი თუ საშუალება თუ მეთოდი, რასაც პაციენტს ვუნიშნავთ და ეს ექიმმა უნდა შეურჩიოს. შესაბამისად იყოს სწორად გამოყენებული და ეფექტური. კბილის ჯაგრისის მიღმა, შემდგომ საკითხი რჩება უკვე კბილის პასტის შერჩევა, რომელიც ასევე ექიმმა უნდა შეურჩიოს, ხო, ინდივიდუალურად. ამასთან დაკავშირებით რამე ზოგადი რეკომენდაცია შეგვიძლია მივცეთ? მაგათ რა მოერიდონ, რა შემთხვევაში დაფიქრდნენ ადამიანები? ძალიან რთული იქნება, რომ თქვა, პირველ რიგში რაც არ უნდა გააკეთონ, უფტორო კბილის პასტა არ უნდა გამოიყენონ. ეს არის აი ხო, ADA-ც ხო, თეთრზე შავით დაწერილი წესი. მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ექიმმა უნდა შეურჩიოს ფტორის რაოდენობა.
მესამე, თუ გრძილის ანთება აქვს, არსებობს გრძილის ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც შეიძლება შედიოდეს ქმრის პასტაში და ზოგიერთია, რომელიც დროებით ანუ ცოტა ხნით უნდა გამოიყენოს და ზოგიერთია, რომელიც შეუძლია რომ ხანგრძლივად გამოიყენოს. ალბათ რაც არ უნდა გააკეთოს პაციენტმა, არის ის, რომ ქლორჰექსიდის ვიტყვი არის ესეთი ოქროს სტანდარტი ანთებითი დაავადების მკურნალობაში, თვითონ თავისით არ უნდა დაინიშნოს და კიდე თვითნებურად ან ზოგიერთი ექიმის ნიშნავსხლობა გრძელვადია თვეზე მეტხას არ უნდა გამოიყენოს. იმიტომ რომ მიუხედავად რომ ძლიერი ანტისეპტიკია, ანუ ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, ანტიფუნგალური, ანუ მოქმედება აქვს, მას აქვს ასევე ძლიერი გვერდითა ეფექტებიც და შეიძლება ადამიანს გემოვნების შეგრძნება შეუცვალოს, კბილები გააყავისფროს, შეიძლება წყულებისკენ მიდრეკილება წავიდეს ლორწოვანზე. ბევრი სხვა გვერდითი ეფექტი აქვს და ერთ მნიშვნელოვან ეფექტსაც ვიტყვი რა, ქვის დაგროვებას უწყობს ხელს. ანუ ბიოაპკი როგორც ახსენეთ ის რბილი მასა ბაქტერიების იმის გაზრდას უშლის ხელს, მაგრამ ამისგან განსხვავებით, ანუ განყენებულად, კალციფიკატის დაგროვებას უწყობს ხელს. და ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ ექიმები, რომლებიც გაუწმინდავენ ქვებისგან პაციენტს და მიდრეკილება ვისაც აქვს ქვის წარმოქმნისკენ, მერე თვეობით უნიშნავენ ამ ქლორჰექსინს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობენ ისევ ქვის წარმოქმნას. ანუ მაგაზე არ ფიქრობენ, ან არ იციან უბრალოდ ამ გვერდითი ეფექტის შესახებ. ამიტომ აი ქლორჰექსიდინი, რომელიც რეცეპტის გარეშე იყიდება საქართველოში და ამის შემცველი ძალიან ბევრი სწავლები არსებობს და ძალიან მაგარი პრეპარატი არის ანთებით თუ სხვა პოსტოპერაციული მდგომარეობების სამართავად, არ შეიძლება იყოს უბრალოდ სისხლდენის სამკურნალოდ დანიშნული. არ შეიძლება. კი ბატონო. თუმცა ხო, ნუ მრავალფეროვნება დიდი გვაქვს ამ კბილის პასტების და ხო, ექიმთან კონსულტაციით უნდა შეირჩეს, იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი პროდუქტი შეიძლება შეარჩიო, ხო? რა თქმა ანუ უნდა. კბილის ჯაგრის კბილის პასტა გავიგეთ. მოდი 2 წუთი დავუთმოთ, ძალიან მოკლედ რო ვთქვა კბილის ძაფების გამოყენებაზე და მის აი ჩანაცვლებაზე მაგაში არ გითხრები ირიგატორებით. 2 წუთი უნდა დავუთმოთ კაი, კულტურაში დავუთმოთ. მეტაზე. კი ბატონო. არა, კბილაშორის მეტაზე არა. თვითონ კბილის ძაფებს, იმიტომ რომ ის ხო. ალტერნატივებზე ზაფის ნამდვილად 2 წუთს ხო, დავუთმოთ. ალტერნატივებზე ვისაუბროთ, ის რაც კი. დღევანდელი მოცემულობა, და რაც 2 არის წამს დავუთმოთ რეკომენდაცია. და ვიტყვი, რომ 2015 წელს აღიარეს, რომ კბილის ძაფი არ არის გინგივიტის ან კარიესის პროფილაქტიკის საშუალება და ზოგადად არ უნდა იყოს დანიშნული. ხო, და გვაქვს უკეთესი ვარიანტები დღეს. რა თქმა უნდა. ნუ პირველ რიგში ეს კბილის ძაფის ესეთი ისტერიული გამოყენება ამერიკიდან მოდის, იმიტომ რომ ამერიკაში ხო ცდილობენ რომ თავის ჯანმრთელობას ძალიან მიხედონ და ეს სტომატოლოგები რომ ურჩევდნენ რომ აი ფლოსინგი გააკეთე, მოგეთ იმის მერე ვინც ამერიკულ ლიტერატურას კითხულობს ან რაღაცა იქ ჩადის ხოლმე, იქიდან ისწავლეს და ჩვენთანაც გადმოვიდა. მაგრამ 2015 წელს დამტკიცდა, რომ ის არანაირ პროფილაქტიკას არ აკეთებს, ესე იგი პაროდონტიტის, გინგივიტის და არც კარიესის თურმე. და კბილთაშორისი წმენდის საშუალება და ყველაზე ეფექტური არის კბილთაშორისი ჯაგრისი. აი ზღარბუნებივით რო არის ბოთლის საწმენდს რო ყავს და ძალიან პატარა რო არის. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ იმის დამიხევით თუ რა სივრცე აქვს პაციენტს და სივრცეები შეიძლება განსხვავებული ზომის იყოს, ეს უნდა იყოს შერჩეული ზომის მიხედვით, რომ უბრალოდ ფაქტი რომ იყენებს შეიძლება საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და არ იყოს ეფექტური და მაინც შემოდეს ნადები. ეხლა ისევ და ისევ ხაზს უცვალ, რომ ჯაგრისი მხოლოდ არ უნდა იყოს გამოყენებული კბილების ხეხვის დროს, იმიტომ რომ ჯაგრისი წმინდავს მხოლოდ გარეთა, შიგნითა და ზედაპირს. მაგრამ კბილთა შორის სივრცე არის კიდე კბილსა კიდე ორი. ესე იგი მეორე კბილისკენ მეზობელი და პირველი მეზობელი კბილისკენ. ხო, ანუ ეს ორი სივრცე, რომელიც უნდა იყოს გაწმენდილი და სად იწყება ყველაზე ხშირად კარიესი? აი ამ კონტაქტში. სად იწყება ყველაზე ხშირად ძილისანთება? მაგ კონტაქტში. რატო? იმიტომ რომ ჯაგრისი იქ ვერ აღწევს და შესაბამისად იქიდან იწყება ეს დაავადებები. ამიტომ აუცილებლად არ განიხილება, რომ ჯაგრისის გარდა ადამიანი არაფერს არ იყენებს. ანუ ჯაგრისთან ერთად უნდა იყოს რაიმე კბილთაშორისი წმენდის საშუალება და უფრო ხშირად კბილთაშორისი ჯაგრულა. მაგრამ შერჩეული უნდა იყოს ექიმის მიერ. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად მე თუ ჩემს პირის ზღურს თუ აიღებ, მე მხოლოდ რამოდენიმე სივრცეებს სადაც ჯაგრისის შემდეგ და სხვა მიდამებში არ. ამიტომ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული ძაფიან პირის ზღვის ირიგატორი, მაგრამ ის ისეთი ეფექტური ვერ არის ხოლმე როგორც კბილთაშორისი და ჯაგრისი. ირიგატორი ირიგატორიც არის ასევე. მისი ანუ ალტერნატივა? ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს იმ სივრცეებში, სადაც ჯაგრულა არ გადის. მაგრამ როცა ადამიანებს აქვთ იმ ხელა სივრცეები, რომ შიგნით გაიხედები და იმათ უნიშნავენ ხოლმე ირიგატორს, ეს რა თქმა უნდა მარტივად რომ ვთქვათ სასაცილოა. იმიტომ რომ არ კი შეიძლება. ბატონო. თე ანუ ეს არის დღევანდელი ოქროს სტანდარტი პირისრუს ჰიგიენის და პერიოდული ვიზიტები უკვე სტომატოლოგთან, პაროდონტოლოგთან ან პირისრუს ჰიგიენისთან, რომელიც შემდგომში გადაამისამართებს, ააკვალიანებს და ასე შემდეგ. აი აქ ბოლოს მინდა რომ ესეთი შეკითხვა დაგისვა, რომ
ანზორი გვეკითხება, რომ პაროდონტოლოგიაშიო წლებიაო ამბობენ ლაზერული მკურნალობა არისო ყველაზე კარგი და ეს მართალია თუ რეკლამაა. კიდე ერთი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებებით პაროდონტის დაავადებების მკურნალობა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და ძალიან პოპულარულია ჩვენთან. მოდი ამაზეც ვისაუბროთ, ეს რამდენად არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. თუ საუბარი არის ღვიძლის ანთებითი დაავადების მკურნალობაზე, გინგი ვიცია პაროდონტიძე. მაშინ რეკლამაა. იმიტომ რომ უკვე რა ვიცი, 10 წელია დამტკიცებულია, რომ ეფექტი არ აქვს და ის იმდენად ძვირია და იმდენად ფაქტიურად არაეფექტური, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული. ლაზერზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. ლაზერზე, კი, ნებისმიერი ტიპის ლაზერზე, რაც არ უნდა სუპერ თანამედროვე და ინოვაციური იყო, ჯერ არც ერთმა კვლევამ არ დაადასტურა მისი ეფექტურობა. და თუ ჩვენ ხავ საუბრობთ ქირურგიაში ლაზერის ანუ გამოყენებაზე, კლინიკურ ეფექტურობა ანთების ტრადიციულ კი, და ანთების მეთოდებთან შეცვლობაში. შედარებით. კი ბატონო. და ამ დროს ძალიან ძვირია. ძალიან. და თუ საუბრობთ მაგალითად ქირურგიაში ლაზერის გამოყენებაზე, მაშინ კი ეფექტურია, გააჩნია რა შემთხვევაში და როდის. კი ბატონო. და აქ კიდევ აი შეკითხვა იყო ერთი, პრობიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ პირის ღრუს მიკრობიომზე თუ აქვს გავლენაო, პრობიოტიკებსო და პრობიოტიკების შემცველ კბილის პასტებსო და ღირს თუ არა ამდენი ფულის გადახდა ესეთ პროდუქტებში. აი, ახალ გაიდლაინში ზუსტად ცალკე იყო მაგაზე კვლევები და შეჯამებული და თქვეს, რომ არ არის რეკომენდირებული, რომ პრობიოტიკები დაუნიშნოთ პაციენტებს, იმიტომ რომ ის არ არის ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი პრეპარატის საწუწნი აბის თუ სპრეის თუ გელის თუ ასე შემდეგ, რომელიც შეიცავს პრობიოტიკებს, მათ ვერ აჩვენეს მიკრობიომის ისეთი ცვლილებები, რომლებიც ანთებითი დაავადებების მკურნალობაში ან პროფილაქტიკაში შეგვიწყობდა ხელს. ამიტომ ჯერჯერობით ტყუილა ვიხდით ფულს. კი ბატონო, და ერთი ესეთი შეკითხვა იყო კიდევ, კბილების გათეთრებაო თუ ზემოქმედებსო პაროდონტის დაავადებებზე და შეიძლება თუ არა რომ გააუარესოსო მდგომარეობა. წესით არა, თუ ეს სწორად არის, რა თქმა უნდა, გაკეთებული, მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ისეთ პაციენტებზე, რომლებსაც რეცესიები აქვთ, ან პაროდონტიტის გამო, ანუ ღვიძლი აქვთ დაწეული, ან უბრალოდ იმის გამო, რომ აგრესიულად გამოიხეხა და ვთქვათ, ბანალური რეცესია, იქ იქნება ძალიან სერიოზული მგრძნობელობა. ამიტომ ასეთ პაციენტებს არ ურჩევთ, რომ ჩაიტარონ გათეთრება, იმიტომ რომ მერე შეიძლება ვერც ილაპარაკონ ისეთი მგრძნობელობა გქონდეთ რაღაც პერიოდი. და ბოლოს შეკითხვა, ისევ ჩვენი ფოლოვერების კითხვებით ვერ დავასრულოთ. ნიკუშა გეკითხება ესეთ რაღაცას, რომ შეიძლებაო ვთქვათო, რომ ავადმყოფობების დიდ ნაწილს საფუძველი სწორედ პირის ღრუში ედება, მაგას რომ ამბობენ ჭორია ეგ თუ სიმართლეა. არა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირის ღრუიდან არ იწყება და უფრო სწორია ალბათ სტრესი და ნერვიულობა და ნევროლოგიური სტატუსი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბევრი დაავადების გამოწვევა იყოს, მაგრამ პირის ღრუდან არ. თუმცა ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს, იმიტომ რომ მაგალითისთვის რო ვთქვათ, პირის ღრუში, როდესაც პაციენტს აქვს მძიმე ფორმის პაროდონტიტი, გენერალიზებული პაროდონტიტი, იმხელა ანთება, რომ აი თხელის გული რო დაიწვა, ხო, აი იმხელა მოცულობის ინფექცია და ანთება გაქვს პირის ღრუში და ასე რომ ზეგავლენა სხვა ორგანოებზე ახდენს 100%-ით, მაგრამ ესე რომ იქიდან იწყება არ არის, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და თეა ბოლოს მინდა კითხო პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების შესახებ, რომელიც ძალიან დიდი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ამ ბოლო პერიოდში და აი ეს ყველაფერი, რაზეც ახლა შენ ილაპარაკე, ის მიდგომები, რომლებიც დასანერგია, რომელიც ინერგება და ამ შემდეგ, აი სწორედ ეს ორგანიზაცია ზრუნავს ხო რა და შენ დამფუძნებელი ხარ ერთ-ერთი ამ ორგანიზაციის. მოკლედ გითხარი, რა საქმიანობს ეს ორგანიზაცია? პირველ რიგში ძალიან ამაყი ვარ, რომ ესეთი ძლიერი გახდა ეს ორგანიზაცია, უკვე 331 წევრი ყავს. ყავს თან ისეთი სტაბილური წევრები. ყოველ წელს ვაწყობთ საოცარ კონფერენციებს და 300-ობით ადამიანი ესწრება და რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება დიდია და ჩამოყავს, ასე რომ ვთქვათ, ლეგენდები მსოფლიოდან ნებისმიერი კუთხიდან. წელს მაგალითად გერმანიიდან ჩამოდის მარკუს ფულცერელი, მერე ავსტრალიიდან ჩამოყავს პოლ ებოტი და ვცდილობთ, რომ ის თანამედროვე მიდგომები, რაც არის, მიუკერძოებლად დავნერგოთ. ანუ ჩვენი ორგანიზაცია თავის თავზე იღებს ხარჯებს, კი ყავს სპონსორები, თუმცა ისინი მხოლოდ საგამოფენო სივრცის სპონსორობით შემოიფარგლებიან და არანაირ კავშირში არ არიან ჩვენი სპიკერების სამეცნიერო ნაწილთან, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია თვითონ იღებს თავის თავზე მათ დაფინანსებას და ვცდილობთ ჩამოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც ატარებენ რეალურ კვლევებს,
ყველანაირი დამფინანსებელი ორგანიზაციების, ანუ სტომატოლოგიური კომპანიებიდან განსხვავებით და მათგან შორს. და ასევე რომლებიც არიან ნამდვილად პრაქტიკოსი ექიმები, რომ ჩვენ ექიმებს მივაწოდოთ უტყუარი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ვცდილობთ ყოველი გაიდლაინი თუ ყოველი ახალი რაღაცა რაც გამოვა ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ წევრებს, გვაქვს ჩვენი აპლიკაცია და ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ საქართველოში სტომატოლოგიური, რომელსაც მისი წევრებისთვის აპლიკაცია აქვს მობილურის, როგორც Android-ის, iOS-ის და შესაბამისად ნებისმიერი ჩვენი კონფერენცია, ვიდეო ჩანაწერი, ნებისმიერი პუბლიკაცია არის იქ ატვირთული. ჩვენ გავაკეთეთ პირველებმა ქართულ, ინგლისური და ინგლისურ-ქართული პაროდონტოლოგიური და იმპლანტოლოგიური ტერმინების ლექსიკონი სტომატოლოგიურ დარგში არანაირი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი არ არსებობდა აქამდე და როგორც გამოუშვით წიგნად, ასევე ჩავაინტეგრირეთ ამ აპლიკაციაში და შესაბამისად ჩვეულებრივ სიტყვას ჩაწერს და შეუძლია რომ ამოაგდოს თარგმანი ჩვენ წევრს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მოგეთ სტუდენტების ბევრს მუშაობ დარგის განათლებაზე, განვითარებაზე და ის მუშაობ და ასე საკითხები, რომ შემდეგ. ცოტა სიტუაცია იცვლება ჩვენთან პირისპირ ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის ამ ორგანიზაციის მე და იმ ვთქვათ, წევრების წავსვათ, კი, ჩვენი დამსახურებაც დამსახურებაც არის, იმიტომ რომ პატარა ნუ მაინც მინიმუმ არის. 300 რაღაცა ადამიანი კვალიფიციური და პაროდონტოლოგი არა მარტო ქვეყანაში არის. თბილისიდან, მთელი საქართველოს საქართველოს ყველა მასშტაბით. რეგიონიდან გვყავს წევრები. კეთილი, თეა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი მადლობა ბევრ შენ, მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია გიას, რომელიც სხვადასხვა არის აი ამ ორგანიზაციის პარტნიორიც და მან დარგის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. დიდი მადლობა კომპანია. ჩემთანაც ძალიან დიდი მადლობა, მუდმივი ჩვენი სპონსორები იგი არიან. მუდმივი მხარდაჭერისთვის და ნუ მათ პროდუქტების ხარისხზე კითხვის ნიშნები არ დგას. მადლობა მინდა გადავუხადო თვითონ GSPA-საც, ანუ საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას ნახავთ თქვენ ვიდეოს აღწერაშიც, ჩვენ გაგიზიარებთ და რასაკვირველია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Fab Labs, რომელიც გვეხმარება ჩვენ ამ პოდკასტის ჩაწერაში, მომზადებაში. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ილიაონის Fab Lab-ში. მომავალ შეხვედრამდე.